მოგესალმებით მეორე არხის ეთერშია არგუმენტების დრო ზვია დავალიანთან ერთად ჩვენ საუბრობთ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პოლიტიკური თემების შესახებ. მაშასე დღეს 7 ნოემბერია, დღეს 7 წელი გავიდა 2007 წლის დარბევიდან და 3 დღე ღია პოლიტიკური კონფრონტაციის დაწყებიდან თავისუფალ დემოკრატებსა და დანარჩენ კოალიციას შორის. რას ფიქრობენ 2007 წლის ისტორიული მიტინგის მონაწილეები დარბევიდან 7 წლის შემდეგ? როგორ ეხმაურებიან საქართველოში დაწყებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას დასავლეთში? რა გადაჯგუფებები ხდება ქართულ პოლიტიკაში? არსებობს თუ არა ამ წუთისთვის საპარლამენტო უმრავლესობა და იშლება თუ არა თავისუფალი დემოკრატების რიგები? აი სწორედ ამ დამიმდინარე მომენტის სხვა აქტუალური თემების შესახებ ვისაუბრებთ ჩვენ დღეს არგუმენტების დროში. ჩვენი სტუმარი კი გადაცემის პირველ ბლოკში იქნება სახალხო კრების წევრი, ფილოსოფიის დოქტორი ბატონი ირაკლი ბათიაშვილი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, მე მინდა ტრადიციულად მაყურებელს მოუწოდო აქტიურობისკენ Facebook-ში, აქტიურად მოგწერეთ თქვენი კითხვები და ჩვენ მათ აუცილებლად დაუსვამთ თქვენთვის სასურველ სტუმარს. ბატონო ირაკლი, უპირველეს ყოვლისა მინდა გავიხსენოთ ბუნებრივია 7 ნოემბერი და შემდეგ უკვე აუცილებლად გადავალთ აი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ძალიან აქტუალურ თემებზე, რაზეც დღეს მსჯელობს მთელი ქართული საზოგადოება და არა მხოლოდ ქართული. თავდაპირველად მე მინდა კითხოთ რეაქციასთან დაკავშირებით, ანუ თქვენი აზრით, როგორც უშუალოდ 7 ნოემბრის ერთ-ერთი ორგანიზატორის და მონაწილის, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დამკვიდრდა თუ არა სამართლიანობა, სამართალი აი ამ საქმესთან დაკავშირებით? ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის მიმართ, უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ მიმდინარეობს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დღესაც გამოძიება. იგივე ივანე მერაბიშვილს ჰქონდა ბრალი წაყენებული ამ საკითხშიც და თვით მიხეილ სააკაშვილსაც, როდესაც მას ბრალი წაუყენეს, ფიგურირებდა აქ 7 ნოემბერი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია ამ კონკრეტულ ასპექტში უკვე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სასამართლოს და პროკურატურის მოქმედება? მე მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ დავაზუსტოთ რაღაცები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 7 ნოემბერი 2007 წლის. უბრალოდ მე ამ პერიოდში ვიმყოფებოდი ციხეში, მე ვიყავი პატიმარი, მაშინ პოლიტიკური პატიმარი. და სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი პირველი, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პატიმარი გახდით მე. და ეს არის პერიოდი, ესე იგი, როდესაც მე-7 საპყრობილიდან გადმომიყვანეს უკვე ზონაში. გამიგეთ? იმიტომ რომ მე-7 საპყრობილის პირობებში, სადაც მე წელიწად და ერთი თვე ვყავდით აბსოლუტურად, აი რო იტყვიან რუსები გროფში, სულ აბსოლუტურად ყრუ და ესე იგი მთლიანად ესე ჩამარხულ სიტუაციაში. აი, როდესაც გადავედი მე უკვე ზონაში, იქ მომეცა საშუალება და ვიმყოფებოდი ბარაკში სხვა პატიმრებთან ერთად. იქ იყო ტელევიზორი და მე უკვე მომეცა საშუალება, ესე იგი, რაღაცეებისთვის მეყურებინა და თვალყური მედევნებინათ სწორედ ტელევიზიის მეშვეობით. და ზუსტად აი ეს არის პერიოდი, როდესაც სანამ ამას ყველაფერს წინ უძღოდა 7 ნოემბერს წინ უძღოდა გარკვეული ოპოზიციის სერიოზული გააქტიურება და მე მინდა გითხრათ წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, ესე იგი თელმა ამ პროცესებმა, რაც წინ უძღოდა 7 ნოემბერს, შემდგომ თავად 7 ნოემბრის მოვლენები, მე მახსოვს როგორ მთელი, ესე ვთქვათ, პატიმრები, მთელი ეს ზონა როგორ განიცდიდა, ჩვენ ამით სულდგმულობდით იმ პერიოდში, უდიდესი, ესე ვთქვათ, განცდების ქვეშ ვიმყოფებოდით და რა თქმა უნდა, ფაქტიურად 7 ნოემბრის მონაწილეებთან ერთად შეიძლება ითქვას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გადავიტანეთ ყველაფერი ეს და რა თქმა უნდა, მე უკვე როდესაც ეს დარბევასაც მოვასწარეთ ჩვენ რო გვეყურებინა ტელევიზიით, აი მე უკვე ტელევიზია გამოირთო აბსოლუტურად ზონაში, რა თქმა უნდა, ტელეფონი ჩვენ გქონდა დღეში ერთხელ ტელეფონით დალაპარაკების საშუალება უკვე ზონაში და ტაქსოფონით ეგრეთ წოდებული. მე ესეც ანუ მოვეკეცით სრულ ბლოკადაში და იზოლაციაში უმკაცრეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ 7 ნოემბრის მე. მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, ანუ თვითონ პიროვნულად ჩემთვის იმითა ჯერ პირველად მნიშვნელოვანი, რომ 7 ნოემბერი ვერ ყოფილიყო,
რა თქმა უნდა, მე წელიწად ნახევარში არავინ არ გამომიყვანდა, ესე იგი, ციხიდან. 7 ნოემბრის მოვლენებმა შემდგომ და აი თელმა ამ ტალღამ და ამ ფონზე რაც თავარია თვითონ პატრიარქის აქტიურ აი ესეთმა პირდაპირმა ზეწოლამ ხელისუფლებას და სააკაშვილზე განაპირობა ჩემი განთავისუფლება. ამიტომ 7 ნოემბერი რა თქმა უნდა ჩემი წმინდა ადამიანურთა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ არა ვიმეორებ 7 ნოემბერი მე მაშინ თავისუფალი ვერ ვიქნებოდი უკვე 2008 წლის იანვარში და მეორე მხრივ მინდა ვთქვა ერთი რამ. წმინდა პოლიტიკური, ობიექტური პოლიტიკური თვალსაზრისით 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი აი სააკაშვილის აი ამ საშინელი რეჟიმის დემონტაჟის საქმეში. ჩვენ საერთოდ უნდა როდესაც ვშელობთ აი საქართველოში არსებულ პროცესებზე ცოტა თვალი გადავალოთ რა ვთქვათ ისტორიულ პროცესებსაც ხდებოდა წარსულში ევროპის სხვადასხვა საფრანგეთში იქნებოდა ეს ინგლისში იქნებოდა რუსეთში თუ სად ნებისმიერი დიდი ცვლილება რაც კი მოხდა ის ერთბაშად კი არ ხდება. რა თქმა უნდა 2012 წლის 1 ოქტომბერი არ მოხდებოდა რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი. ორი აზრი არ არის. და ეხლა ჩვენ უმადურები უნდა ვიყოთ დაუნახავები რომ ეს არ აღნიშნოთ რომ არა მისი ფაქტორი ნამდვილად სხვა პიროვნება ამას ვერ შეძლებდა იმ პერიოდში. მაგრამ ამას წინ უძღოდა მთელი პროცესი რომელმაც მოიტანა ეს 2012 წლის 1 ოქტომბერი. ანუ საზოგადოება განაწყო მის გარდაცვალებას. ეს ყველა პროცესი ესეა. ჯერ მარტო ახლა სხვა ფენომენი იყო, მაგრამ ჯერ მარტო ნებისმიერ რევოლუციური პროცესი რო აიღო, რომელიც მის შედეგი არის ამა თუ იმ რეჟიმის შეცვლა, ეს არის გარკვეული პროცესი, დროში გაწეული. გასაკვირველია. და ერთბაშად არაფერი არ ხდება. ამიტომ 2007 წლის 7 ნოემბერი, ისევე როგორც 26 მაისი 2011 წლის. ეს აღმოჩნდა ორი საკვანძო ეტაპი სწორედ აი ამ რეჟიმის დემონტაჟისა, როდესაც ამის შემდგომ რეჟიმმა ამოწურა თავისი რესურსი, ესე ვთქვათ, ძალადობის. თორა თუ არ და ღმერთმა დაგვიფაროს ბიძინა ივანიშვილი რომ ცოტა ადრე გამოჩენილიყო ასპარეზზე, იგი 2007 წელს. ეს შეიძლება ტრაგიკულად დამთავრებულიყო მაშინ. გამიგეთ? მისთვის. რა თქმა უნდა. ძალიანაც ამიტომ ეს 7 ნოემბერი იყო ისე 26 მაისი. ძალიან საკვანძო ეტაპი სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის საქმეში. და 7 ნოემბერს იმხელა, ესე ვთქვათ, ტალღა აგორდა და სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა კარგად გააცნობიერეს თუ რამხელა საფრთხე იყო ეს მათთვის, მათი ხელისუფლებისათვის, ამიტომაც ესე იგი მიმართეს ყველაზე ოდიოზურ საშინელ ზომებს. ჯერ ეს თვითონ დარბევა, ეს საშინელი დარბევა, მერე ტელევიზიაში შევარდნა იმედის დახურვა ეს ბარბაროსული ქმედებებით პირდაპირ ყველაფერზე წავიდნენ ღიად, იმიტომ რომ პირდაპირ აი როგორც ცხოველი საფრთხეს როგორ ძნობს და ყველაფერზე მიდის ასეთ შემთხვევაში, აი ზუსტად ესე მოიქცნენ ესაში დახურვა ტელევიზიის და მერე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეს ესეთი იოლი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და მერე უკვე გამოცხადებული ფაქტობრივად ღიად აი ამ ფალსიფიცირებული არჩევნების გათამაშება. ეს პატარა ანუ ეს იყო ჯაჭვი მთელი აი ოდიოზური ქმედებების იმის ვინაიდან მათ იგრძნეს რეალური საფრთხე რაც იყო ამ 7 ნოემბერთან და მით უმეტეს, ანუ თუ კი 7 ნოემბერს ამ სისტემამ გამოამჟღავნა ის ბუნება, რაზეც საუბრობდნენ მაშინაც და საუბრობენ დღესაც ნაციონალური მოძრაობის და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის მოწინააღმდეგეები, თუ კი მან გამოავლინა აი ესეთი სისტემური დანაშაულებრივი ხასიათი, მაშინ როგორ ფიქრობთ თქვენ დღეს აგეს თუ არა პასუხი იმ ადამიანებმა ადეკვატურად კანონის წინაშე, რომლებიც იყვნენ მთავარი დამნაშავეები 7 ნოემბრის საქმეში. ფაქტიურად მე რამდენადაც ახლა საქმის კურსში ვარ 7 ნოემბერთან დაკავშირებით ხოდა ორ პიროვნებას აქვს ბრალი წაყენებული მერაბიშვილს და სააკაშვილს ფლოტსები უგულავას იმედის გასხვისებასთან დაკავშირებით და არა 7 ნოემბერს და ამიტომ 7 ნოემბრის დარბევაში მოდით ახლა მე არ გულისხმობ რიგით ადამიანებს ვინც მონაწილეობდნენ და არ ორგანიზატორები ესენი იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, იდეოლოგები, როიტყვიან, იდეური სულის ჩამდგმელები, გავიხსენოთ იგივე გივი თარგამაძის ღია ამაზე მეტი რა მტკიცებულება მინდა.
ღიად ხო მოწოდება დაარბიეთ მოკალით მოსწეთო ფაქტობრივად ამას სულს ამოგხდით ხო პირდაპირ არის პირდაპირ მოწოდება ანუ ეს იყო პირდაპირ აი ესე ვთქვათ ის იყო ერთ-ერთი ისევე როგორც ალბათ ბევრი სხვა პიროვნებები იყვნენ ლეგიტიმაცია ხო ვის ეს იგივე იმედში შევარდნას ეს არის გამოსაძიებელი გარდა იმისა რომ ეს სააკაშვილის სურვილი და ნება იყო და მერაბიშვილის და ამ ვინ ეს ხო ფაქტია ჭობის შედეგად იქნა გადაწყვეტილი გარკვეული ხო სადაც ალბათ ესწრებოდნენ პიროვნებები სააკაშვილი იქნებოდა ბოკერია იქნებოდა ვიღაცა ეს გამოსაძიებელია როგორ და თან რთული გამოსაძიებელი არ არის ბევრი რამე ხელის გულზეა იმედში შევარდნა დარბევა მანამდე მე შევარდნა ანუ ვინ იყვნენ ამათი ესე იგი ვინ იყო ამის ესე ვთქვათ ავტორები იდეური და შემდგომ უკვე ორგანიზატორები ამ შემთხვევაში მერაბიშვილის გარდა მთელი რიგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნები ესე ვთქვათ ფაქტიურად იღებდნენ ამაში მონაწილეობას და ისინი იყვნენ ორგანიზატორები მთელი ამ დარბევისა რა სერიოზულ მაღალი თანამდებობის პირებზე ვლაპარაკობ ამიტომ გასარკვევია ესე იგი ამ პასუხისგებლობის საკითხია გასაგებია ამ საკითხს მე ვფიქრობ სპეციალური გადაცემაც კი არ ეყოფა ზოგადად 7 ნოემბრის პერიპეტიებზე და შემდეგ უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში იმ სასამართლო საქმეებზე საუბარს რომელიც მიმდინარეობს ან რომელიც შესაძლოა უნდა მიმდინარეობდეს მაგრამ არ მიმდინარეობს მაგრამ მე მინდა გადავიდე პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისევ 7 ნოემბრის თქვენის ნებართვით თქვენ ბრძანეთ რომ 7 ნოემბერს დაიწყო დემონტაჟი იმ სისტემის რასაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წელიწადი ქვია თუმცა არსებობს მეორე კუთხით დანახული 7 ნოემბერიც როგორც უკანასკნელი გაშვებული შესაძლებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილების გაგებით ანუ არსებობს მოსაზრება ქართულ საზოგადოებაში და ექსპერტულ წრეებში რომ თუ კი 7 ნოემბერს მოახერხებდა ოპოზიცია ხელისუფლების ასე ვთქვათ ჩანაცვლებას ამა თუ იმ ფორმით მაშინ შესაძლო გახდებოდა აგვისტოს ომის თავიდან აცილება თქვენ როგორ ფიქრობთ პირველ რიგში მაინტერესებს ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას მე მინდა გითხრათ რომ იცით 7 ნოემბერს რაც ოპოზიციის ვთქვათ ლიდერების გაკიცხვა ბევრ რამეში გაკრიტიკება შეიძლება ვთქვათ შემდგომ რაც ეხება მათ ქმედება რაც ეხება ხე მე რასაც უყურე 7 მაშინ ოპოზიციის ლიდერმა გააკეთეს ყველაფერი და ოპოზიცია მთლიანი ძალიან მოერია რა ხელისუფლება ბოლო ჯარი გამოიყვანა და ჯარის სამხედრო ნაწილები გამოიყვანეს ისინი ღებულობდნენ ეს ცნობილია ხო ამიტომ ძალიან მოერია ამ შემთხვევაში როგორც ბევრი რევოლუციური პროცესის დროს ყოფილა ჩაუხშიათ მაგრამ ბოლოს მაინც მოხდა აი ესე ზოგან კრიტიკის კონტექსტში არ იხსენებია ანუ გასაგებია ეს ადამიანები რომლებიც ამას ამბობენ არ ამბობენ ვერ მოერივნეს ფიზიკურად მაგრამ 7 ნოემბერმა რა თქმა უნდა მორალური ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უზარმაზარი როლი ითამაშა იმ რეჟიმის დასუსტებაში ამაში ეს ორი აზრი არ არის მაგრამ ფიზიკურად იმ შემთხვევაში მოერია ლეგიტიმურობის დასუსტებაში რა თქმა უნდა და საერთოდ ესე როცა დარტყმებს იღებს ხელისუფლება ერთხელ ორჯერ სამჯერ ამ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა დაწყებული არის მისი მოსვლის დღიდან აი პირადად მე ბევრი იცით თქვენ იყო პერიოდი ახლა მე მახსოვს როცა სააკაშვილი მოვიდა ქუჩაში მოვდიოდი და ისა ბევრი მე როგორ არ გესმის რომ ესეთი ნათელი ძალა მოვიდა და როგორ არ ძალიან ბევრი უჭერდა მხარს ხო მათ შორის პოლიტიკოსები მე პირველივე დღიდან მებრძოლი იმიტომაც სამომაყოდა ციხეში გამომამწყვლი ჩვენ რა ვიცოდეთ მთელი ეს ბრძოლა მოიტანა საბოლოო ჯამში ამ ბრძოლით მივედით იმ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე რომელმაც გააკეთა ის ძალიან დიდი საქმე რაც გააკეთა რა თქმა უნდა და 7 ნოემბრის წვლილი ის როგორც 26 მაისის წვლილი რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი აქვე მე ვეთანხმები ამ შემთხვევაში ვინც რაში ვეთანხმები ნახეთ აი რა მიდგომაში როცა აი ესე ლაპარაკობენ რომ ისა ავიცილებ აი შემთხვევაში როდესაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხებოდა საქმე იყო ესეთი გავრცელებული ძალიან ესეთი
ლაპარაკი თითქოს და ძალიან ჭკვიანური და რაციონალური, რომ არ შეიძლება ესეთი დაპირისპირება, იმიტომ რომ ამან შეიძლება რაღაც უბედურებამდე მიგვიყვანოს, შეიძლება სისხლი დაიღვაროს და რაც მერე სისხლი დაიღვარა და უბედურება ეწია საქართველოს, ხო? აგვისტოს ომს გულისხმობ. მე ჩვენი თანამემამულეების სისხლით დაიღვარა და ტერიტორიებიც დაიკარგა და უბედურებამდე მივედით, ხო? ანუ ეს ლოგიკა არასწორია. ჯობდა, რა თქმა უნდა, აგვისტოს ომამდე მოგვეცილებინა სააკაშვილი და მაშინ ავწდებოდით ამ უბედურებას, რაც მოხდა. ეხლა რა კი შევეხეთ აგვისტოს ომს, მინდა ერთი რამე გითხრათ. რატომ მოხდა? თქვენ არ გაგიანალიზებთ, ხა მე პროცესები მაგ გაანალიზე და ბევრ ინფორმაციასაც ვფლობ. რატომ მოხდა, რომ სააკაშვილის არჩევას ფალსიფიცირებული არჩევნებით 2008 წელს, ზუსტად იმ 7 ნოემბრის ამბების მერე, პირველმა ერთ-ერთმა ვინც მიულოცა იყო რუსეთის პრეზიდენტი და მერე ამერიკელებმაც. ერთდროულად რუსეთის პრეზიდენტმა მიულოცა ლეგიტიმა ფაქტობრივად, ესე ვთქვათ, კურთხევა მისცა. რატო? იმიტომ რუსეთი უკვე ემზადებოდა 2008 იქ დიდი ხანია ეს რუსეთმა ამერიკამაც კარგად იცოდა რომ 2008 წლის დასაწყისში ცხადდებოდა კოსოვოს დამოუკიდებლობა. კოსოვოს დამოუკიდებლობა როგორც გამოცხადდებოდა, რუსეთი უკვე გამზადებული იყო და იცოდა რომ მას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისათვის. ამისთვის მათ ჭირდებოდათ სააკაშვილი. სხვა რო ყოფილიყო იცოდა რომ ესე იგი პროვოკაციაზე ვერავის სხვას ალბათ ვერ წაიყვანეთ. ჭირდებოდათ პროვოკატორი სააკაშვილის სახით. რუსეთი, რა თქმა უნდა, იყო მთავარი აგრესორი. მას უნდოდა ეს ომი. ის გამზადებული იყო შემოსაჭრელად. მაგრამ მას ჭირდებოდა პროვოკატორი, რომელსაც ესე ვთქვათ, დააწყებინებდა პირველ სამხედრო მოქმედებებს. ცეცხლს გაახსნევინებდა. დღეს ეს დასამალი არ არის. ეს სააკაშვილი დღეს ეს არის ევროკავშირის კომისიის დასკვნაშიც, ეს არის ყველაზე კომპეტენტური. ტალეონის დასკვნა. ტალეონი ეს არის ევროკავშირის კომისიის დასკვნა. სიკორსკიმ თქვა თვითონ, ხო არის ჩვენი გულშემატკივარი. ის თვითონ ეს ხო ყველა პრესაში ესაც ცნობილია. თუმცა რა თქმა უნდა იქვე აღნიშნული ეს რუსეთს უნდა ეს იყო მის მიერ დაგებული ხაფანგი რომ შემოჭრილიყო ამისათვის. გამზადებული იყო. მაგრამ რა შეიცით საქმე? მეორე უბედური, რატოა გამოსაძიებელი აგვისტოს ომის სასწრაფოდან დასაწყებია. ჯერ შედეგების მიხედვით რა შედეგიც მივიღეთ ცხინვალთან და შიდა ქართთან ერთად კოდორის ხეობაც რო ხონჩით ჩააბარეს ტყვის გასროლის გარეშე. ხო, ეს ყველაფერი ხო გამოსაძიებელია. მე ბოლო-ბოლო ამ კოდორის ხეობის მოვლენების გამო ჩამსვეს ციხეში იმის გამო რომ ამბობდი რომ არ შეიძლება განიარაღება იქ ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მქონდა გადაცემა ზუსტად აი რა არის საქმესთან დაკავშირებით. მე მინდა ზუსტად აი ეს აგვისტოს მოვლენებს კაი სააკაშვილი ჯიუტად ამბობს რომ ჩვენ არ დაგვიწყია სამხედრო მოქმედებები დაიწყო რუსეთის შემოიჭრა, ხო? ეს რა თუ არის, კაცო? მისთვის. აი ესა თუ ესია და პირველი ახლა და ევროკავშირის კომისიის დასკვნა იტყუება ამას და სააკაშვილის სიმართლეს ამბობს, ეს რა თუ უბედურება. მაშინ ჩდება კითხვა, თუ რუსეთი შემოიჭრა, რატომ არც 7-ში, არც 8-ში მთელი დღის გამო ერთი განცხადება არ გაკეთებულა პრეზიდენტის მიერ. არც საკუთარ მოსახლეობას ამცნო რუსეთში. აი ამოიღეთ მაშინდელი ჩარე. არცად პრეზიდენტის განცხადება არ არის გაკეთებული, არც სოფლიოს საორ მიმართა, არც საკუთარ მოსახლეობას რომ შემოიჭრა რუსეთი ხალხო, აი ესე სოფლიოსთვის მიემართა. ესე დაუმალა საკუთარ მოსახლეობას, დაუმალა სოფლიოს, მაშინ შეკრული ყოფილა პირდაპირ რუსებთან თუ უმალავდა. განცხადებები კეთდებოდა სხვანაირი. კეთდებოდა ოს სეპარატისტებთან დაკავშირებით. მერე კეთდებოდა განცხადებები, რომ ავიღეთ სოფელი ფრისი, ავიღეთ ხეთ, ამოიღეთ პირდაპირ. კონსტიტუციური წესრიგის ანუ გამოვიდა. ხო, გამოვიდა. ამ კაცმა დამალა. მე ვფიქრობ ძალიან დავშორდით აი იმ თემას, რომელზეც მე მინდა რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ვისაუბრო, ამიტომ მინდა გთხოვოთ კომენტარი უშუალოდ აი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. მით უმეტეს თქვენ ბრძანდებოდით თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში, ამიტომ ალბათ ეს კითხვები ზუსტად ძალიან რელევანტურია სწორედ აი ჩვენი საუბრის დროს. აი პირველ რიგში ზოგადი შეფასება მაინტერესებს თქვენეული, რას ფიქრობთ, რა ხდება უშუალოდ დღეს, ანუ დღეს ცოტა ისეთი
უცნაური გადაადგილებების და სწრაფი გადაადგილებების მოწმენი გავხდეთ. ერთ მხრივ გავიგეთ, რომ სამმა წევრმა თავისუფალი დემოკრატების ჯაფარიძემ, გედევან ფოფხაძემ და სამხარაულმა დატოვეს თავისუფალი დემოკრატების რიგები და შეუერთდნენ ქართულ ოცნებას, უმრავლესობას, თუმცა მეორე მხრივ უკვე გვიან საღამოს შალვა შავგულიძეს განცხადებას გავეცანით, რომელმაც პირიქით ქართული ოცნება დატოვა და თავისუფალ დემოკრატებს შეუერთდა. ანუ უმრავლესობის პრობლემა, როგორც ჩანს, კვლავ აქტუალურია. ამ წუთის მდგომარეობით უმრავლესობა არ არსებობს პარლამენტში. კი ბატონო. როგორ კრიზისი როა ხელისუფლებაში ეს მოსალოდნელი. მე მინდა გითხრათ ბატონ ზვიად, რომ ზუსტად სანამ ეს ამბები დაიწყებოდა, ესე გაზაფხულზე მე რეპორტიორში ჩავატარე მთელი იმით, რა ქვია, სლაიდები და იმით. პრესკონფერენცია, სადაც პირდაპირ თქვი, რომ ჯერ დაიწყება დაპირისპირება მარგველაშვილისა, ღარიბაშვილთან და მე ალასანია დაპირისპირება და ყველა ჟურნალისტები ცოტა გაკვირვებით მიყურებ რეებს ლაპარაკობს. ბოლოს ჩავატარე ის მარგველაშვილის პრობლემები რო იყო, გუშროების საბჭოზე მივიდოდა თუ არა და გაიმართებოდა თუ არა, სადაც თქვი, რომ ეხლა შემდგომი ნაბიჯი იქნება კოალიციის რღვევა. აი ეხლა ხან ჩავატარე კვირა იყო არის ეგეთი პრესკლუბი. მე ვიცი ეს იყო მოსალოდნელი. რა თქმა ამას იმიტომ კი არ მე წინასწარმეტყველი ვარ. ეს ამას გაანალიზება უნდა ეს აუცილებლად მოხდება. ეხლა ეს ცოტა შორს წავ. ანუ იმიტომ ეს ძალები ხელისუფლება შევიდა განსხვავდებიან. არა ეს იყო მოსალოდნელი შიგნით ჩანდა უკვე რომ ეს დაპირისპირება მოხდებოდა ბევრი მიზეზების გამო. რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა ამ რაც მოხდა ალასანიასთან მიმართებაში, ორი აზრი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ხელისუფლებასაც საფუძველი მიეცა იმ ვითარებით, რაც შექმნილია თავდაცვის სამინისტროში. მე პირდაპირ მინდა გითხრათ რა. სამწუხაროდ ჩვენ საქართველოს აღვნიშნეთ ძალიან მძიმე მემკვიდრეობის მატარებელი, რომ დაწყებული შევანაძის ყველას კარგად გახსოვთ ძალოვან სტრუქტურებში რა ხდებოდა? გვახსოვს ხო? აი იგივე მოყოლებული როცა ვარდიკო ნადიბაიზიდან და მერე და როცა კახათ არგამაძე შინაგასამი უმძიმესი მემკვიდრეობა გვაქვს, რაც საქმე როცა ეხება კორუფციას ძალოვან სტრუქტურებში. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთი ადამიანი ვერ გამოჩნდება, მე ვიყავი ძალოვან სტრუქტურის ხელმძღვანელი და დღემდე ალბათ ერთ ადამიანს ვერ იპოვით, ვინც აი ოდნა მის ხალხის ჩემი მისამართით რაც ეხება ძალოვან სტრუქტურას ჩემ მუშაობას კორუფციის თვალსაზრისით არც ერთი სიტყვა ვერ ამოხდება ვერავის ჩემთან მიმართებაში. თუ ვერც არ არსებობს არაფერი მსგავსი, ხო? ეხლა რაც ეხება დღევანდელ ვითარებას, ხო? აი მე რა მიკვრის, იცით? იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, ისე გასაგები ლაპარაკი არის, რომ აი ესე ზიანი მიადგება ჩვენ ქვეყანას და უსაფრთხოებას და თავდაცვის სამინისტროს და ჩვენ საგარეო კურსს და ჩვენ ღირებულებებს აი ამ ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. აი ეს თვითონ ხო არა. თავდაცვის მინისტრმა გააკეთა და ეხლა ბევრი არასამთავრობო აი ჩვენ ამით ზიანი ხო არ ადგება რაც თავდაცვის სამინისტროს ესეთი ტალახის სროლა ხდება და კი მერე რატომ არავის არ უჩნდება კითხვა მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს და ადამიანებს რომ კი მერე იმით არ ადგება ზიანი თავდაცვის სამინისტროს და ჩვენ უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს საერთოდ თუ კი მართლაც და რაღაც სერიოზულ კორუფციას აქვს ძალიან სერიოზულ კორუფციას აქვს ადგილი კიდევ ერთხელ და საკმაოდ სერიოზული მასშტაბით ამ სისტემაში. ამით არ ადგება? ეს არ არის პრობლემა. ეს საინტერესო კითხვაა. არა, მე მოინტერესებს უსაფრთხოებას ჩვენი ქვეყნის და საგარეო კურსს და უსაფრთხოებაზე ადგება ზიანი და ჩვენ ღელავთ რომ აი ეს ბრძოლა რომ მიდის ხელისუფლებისა ალასანიას წინააღმდეგ და თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაცია რო ხდება ამით ადგება ზია და იმით არ ადგება როდესაც თავდაცვის სამინისტროში რაღაც მართლაც და შეიძლება აღმოჩნდეს რომ ძალიან ძიმე ვითარებაა კორუფციის თვალსაზრისით ეს არ უნდა ეს კი მე რა არის იცით მიშტებაში დაბიჯდება რომ სამწუხაროდ ჩვენი ცნობიერება ბოლო წლებში ეტყობა სერიოზულად გამრუდდა რომ უკვე ამას ყურადღებას არ აქცევენ
ადრე ეხლა ვერ გავიგე, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი თქვა კახათ არგამაძე იყო და გახსოვთ ხო რა ხდებოდა რომ მთელი არასამთავრობოები რომ ჟურნალისტური გამოცდილებები მაშინ რამე სასამართლო გადაწყვეტილება იყო, განაჩენი იყო გამოტანილი რამესთან დაკავშირებით, რამე არა ხო, მაგრამ იყო ინფორმაციები და აი მაშინ ყველა ლაპარაკობდა. ეხლა აქ რა თქმა უნდა, ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმპცია არ უნდა დავარღვიოთ ვინმეს მიმართ, არც ალასანიას მიმართ, არც არავის მიმართ. მაგრამ არის ინფორმაცია კი არა, არის სერიოზული მასალები, ფაქტები ძალიან დიდი მასშტაბის კორუფციასთან დაკავშირებით, რაც სახეზე არის. ბატონო ირაკლი, თავდაცვის სამინისტრო. ეს არ უნდა გააღელვებდეს. უნდა გააღელვებდეს, თუმცა განსხვავებასაც მივაქციოთ ყურადღება და აი ამ განსხვავების კომენტირებაც მინდა მე. განსხვავებას უპირველეს ყოვლისა თავად ministrების დამოკიდებულებაში. ანუ მაშინ ministrებს არ გადაყავდათ, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ministrს გადაყავდეს ეს ხო და ამაზე ლაპარაკი პოლიტიკურ კორუფციას გიყენებდნენ ქურდობას სიტყვის სული გააკეთა განცხადება, რომ დარტყმა ხორციელდება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ასე შემდეგ. მე ეხლა ალასანეს მიმართ ნამდვილად არ ვსაუბრობ ცუდადგან და არც ეხ, მაგრამ მე მაქვს რა უფლება ამ თემაზე ლაპარაკის, იმიტომ რომ ნახდათ ასე იგი უკან მოსახედი არაფერი არ მაქვს, ისე ვიცხოვრო მე ამ თვალსაჩინით. ვერავინ ბრალს ვერაფერში ვერ დამდებს, რაც ეხება კორუფციას. აი ნამდვილად. ამიტომ მაქვს უფლება. ეხლა ბოლო-ბოლო 2 წელია რაც მინისტრია, ხო? ამ 2 წლის განმავლობაში ეხლა თუ ამდენი ფაქტი დაგროვდა, ეს არის კატასტროფა ხალხო. ადამიანები დანიშვნას ვერ ასწრებენ, უკვე ესეთი უბედურება ხდება. და თელი უბედურება რა არის? იცით რომ ბრალად გდებდნენ, ანუ ეჭვი არსებობდეს რომ ესეთი გაფლანგვა ხდება და ესეთი კორუფცია ხდება შენ სისტემაში და შენ ამ დროს იწყებ ლაპარაკს ღირებულებებზე, რაღაც ორიენტაციებზე და ასე შემდგომ. ნუ ეს ეხლა ეს ბრტყელი ფრაზები და ლაპარაკი ეს არასერიოზულია რა. არასერიოზული. თუმცა ეს განცხადება ამავე საზოგადოებისთვის ეს არასერიოზული აღმოჩნდა. მაგრამ ამას აყვა რაღაც სპექტრი. შეგნებულად თუ შეუგნებლად გარკვეული სპექტრი არასამთავრობო პოლიტიკოსების საზოგადოებიდან გაკეთებული ეხლა ბარდაშვილი არის ის ფიგურა პოლიტიკური რომელიც ებრძვის საგარეო ნუ ეხლა გასაგები ეხლა გულისხმობენ უკვე ღარიბაშვილს და ასე კი მაგრამ ის არავის არ აინტერესებს რომ ამ სისტემაში რა უბედურება ხდება ტენდერების თვალსაზრისით იმის თვალსაზრისით ეს აღარ გვაღელვებს ჩვენ აი მაშია საქმე და ამის მაგალითად მიდის ლაპარაკი რაღაც ჩვენ ღირებულებებზე და ასე შემდგომ. ეს ყველაზე ადვილია, ესე იგი, ესე დაიძვრინო თავი სიტუაციიდან. ამიტომ მე რამეს კი არ ვარ. თუმცა მე დავამატებ ყველაფერი გამოძიების საგანია. არასამთავრობო სექტორის და თუნდაც იგივე თავად ალასანიას გუნდის გარდა ჩვენ გვესმის განცხადებები თუნდაც იგივე დასავლეთიდან კონკრეტული ექსპერტების კონკრეტული ასე ვთქვათ კვლევარების და სულ ბოლოს შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც. ანუ ეს აქ ვერ ჩავთვლით რომ ეს არის შიდა რეაქცია არასამთავრობო სექტორის. აი ამასაც როგორ ახსნით თქვენ, ანუ როგორც ჩანს ალასანიას ლოგიკას რაღაც მხარდაჭერა აქვს იგივე დასავლეთის კონკრეტულ წრეებში თუ შეიძლება ასე თქვა. მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა. ეხლა ბრმები არა ვართ ის რომ ალასანიას ესე ვთქვათ განთავისუფლება აი ეს ამბები რომ დაკავშირებულია გარკვეულ პოლიტიკურ мотиваციასთან ამაში ორი აზრი არ არის. ის რომ ალასანიას მოშორება უნდათ ეს ჩანს აშკარად. განა არ არის ეს. მაგრამ ის რომ მანაც მიცა ამის საფუძველი და ესეც ძალიან სერიოზული ტრაგედია ეს რაც ხდება თავდაცვის სამინისტროში. და ეს დავივიწყეთ. ეს უკვე ჩვენ აღარ გვაინტერესებს. აი ეს არის ეს უფრო მნიშვნელოვანია რომ ჩვენ თავდაცვას რა ზიანი მიადგა იმ ყველაფრით რაც ხდებოდა მისი მინისტრობის პერიოდში. აი ესეც პრობლემა. თორე ისიც გასაგები რომ ბრძოლა მიდის პოლიტიკური, ბრძოლა მიდის ესე ვთქვათ კონკურენცია. ესეც აშკარაა. ამიტომ ამას მიაქციეს ყურადღება იგივე ამერიკელებმა. თუმცა მე მინდა გითხრათ რომ ანუ მათ გამოთქვეს რომ აი ხო არ ხდება ამ პროკურატურის სასამართლოს გამოყენება თქვათ ზეწოლისთვის და ასე შემდგომ გასაგებია რომ გვაქვთ მაგრამ ისე ჯობდა მაგათ ყველაფერი ამაზე გაეფრთხილეთ ესე იგი ხმა მოეღოთ და დაეწერათ ნათლად და მკაფიოდ
როდესაც 9 წელი სააკაშვილი სასამართლო ჯიბეში ყავდა და იყენებდა, ესე იგი, პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის, უკანონო დაჭერებისთვის. რატომ არ აკეთებდნენ ნიშნავს? აი მაშინ იმიტომ რომ თuliდნენ რომ სააკაშვილი ბოლომდე მათი მხრიდან მართვადი იყო. ესეა. მეორე მხრივ ეხლა დღეს ესე მე ის არაკომპეტენტურობაც მაკვირვე. მე არ ვარ დღევანდელი ხელისუფლების აპოლოგეტი მოგეხსენებათ, მაგრამ რა არაკომპეტენტურობა მაღელვებს ზოგიერთი ექსპერტის თუ არასამთავრობო სიტყვა. რომ ახლა არის აი პროკურორი, თავარი პროკურორი დღეს იყო ღარიბაშვილთან მისული და რაღაცაში ესე იგი თავარი პროკურორი რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრმა უნდა მივიდეს. ვალდებულიცაა ხალხო. ესე იგი ჯერ ელემენტარული იურისპრუდენციის ცოდნა უნდა, იურისპრუდენციის კანონების ცოდნა. თავარი პროკურორი ცალკე შეპესე კი არ არის პროკურატურა. პროკურატურა არსებობს აღმასრულებელი სტრუქტურის შიგნით. და ექვემდებარება რა თქმა უნდა მას მთლიანად და შესაბამისად ანგარიში ვალდებულია ისე რომ ჩინაგან საქმეთა მინისტრია ანგარიში ვალდებულია ესე იგი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის წინაშე წარმოგიდგენთ მე ხა უშუალობის შეფი ვიყავი და ანგარიში ვალდებული ვარ ყოფილიყავი თქვათ შევანაძის წინაშე ხო რა თქმა უნდა ანგარიში ვალდებული ვიყავი ასევე პროკურატურაც არა რა თქმა უნდა იმას უფლება არ აქვს ზეწოლა განახორციელოს ობიექტურ გამოძიებას. ეს სხვა საკითხია. არ უნდა ჩაერიოს თუ ანგარიში ვალდებული როგორ არის და უნდა მივიდეს და კიდევაც ანგარიში მოახსენოს რომ ესეთ სიტუაცია და ესე ხდება და ესეთ ვითარება და ესე მიდის გამოძიება. გასაგებია და ყველა ამ ასე ვთქვათ ფაქტორის გათვალისწინებით თქვენ როგორ ფიქრობთ? მოახერხებს თუ არა ხელისუფლება დაძლიოს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ეს კრიზისი და მიიყვანოს ასე ვთქვათ ქვეყანა 2016 წლის არჩევნებამდე თუ ნებისმიერ შემთხვევაში ეს პროცესი უკვე შეუქცევად გახდა თქვენი აზრით და მაინც მოგვიწევს მე მინდა რიგარეში არჩევნების ნახვა. მე არ მინდა მუდმივი წინასწარმეტყველის როლში გამოვიდე. ეს პროცესი იქნება შეუქცევადი სამწუხაროდ რღვევის. ვერ გააჩერებენ ამას უკვე. ეს ორი წლის განმავლობაში შეუძლებელია. აი მრავალწლიანი გამოცდილება და ვიცი რა ეს ყველა. როდიდან დაწყება. ამას უკვე ვეღარ გააჩერებენ. დღეს გააჩერებენ ცოტა ხნით ერთი წლითაც შე, მაგრამ მე უკვე ვეღარ გააჩერებენ. პრინციპში ესე იყო ზვიადის დროს, შევანაძის დროს, სააკაშვილის დროს. ეხლა ერთხელ გაგექცევა ეს. პრობლემა არის ის, რომ ეს ხელისუფლება თავის დროზე, როდესაც შეიქმნა ეს აბსოლუტურად ეკლექტიკური კოალიცია, ერთი კაცის ავტორიტეტის იგივე და იმ ერთმა კაცმა მოიგო მთელი არჩევნები და ყველას მოაგებინა იმ ერთმა კაცმა. არავის არავითარი რეიტინგი არ ქონა იქ შემოა კოალიციაში, ერთმა კაცმა მოიგო მთელი არჩევნები, ხო? ესე იგი, როდესაც ეს მოსალოდნელი იყო, რომ ესე მოხდება. თუმცა ელოდებოდნენ ექსპერტები უფრო 2016 წლისთვის ან მას მერე. ეს კი არ მე ადრე ველოდებდი. უბრალოდ ქართული ოცნების ლიდერები სამწუხაროდ მე თქვა ან შემდა სამწუხაროდ იყვნენ ძალიან გულარხეინი, ძალიან დარწმუნებულები, ძალიან რომ ესე იგი არაფერი არ ემუქრებოდათ მათ, არავითარი საფრთხეები და აი მოხდა ის, რაც მოხდა. ეხლა მაინც უნდა თვალნათლივ დაინახონ, რომ მომავალში შეიძლება კიდევ უფრო დიდი საფრთხეების წინაშე დადგეს ქვეყნის სტაბილურობა. მათივე დღევანდელი ხელისუფლების ესე ვთქვათ სტაბილური. კიდევ უფრო. ამიტომ, რა თქმა უნდა, გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ერთადერთი. ეხლა ჩვენ რაც არ უნდა ვიმარჯვოთ, გამოსავალი არის ერთადერთი, ესაა რიგარეშე საპარლამენტო. ანუ თქვენ მიგაშნიათ, რომ ჯობია მაინც დაინიშნოს მივიდეს ქვეყანა რიგარეშე გორგას კვანძი ერთადერთი უნდა გაიჭრას აი ამ რიგარეშე საპარლამენტო. გასაგებია, მე ვფიქრობ, ამით შეგვიძლია დავასრულოთ კიდეც. მე დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. არ გადართოთ დარჩით მეორე არხზე, რამდენიმე წუთში ჩვენ პირდაპირ ეთერში ბატონ რამაზ საყვარელიძესთან და ბატონ არჩილ გამზარდიასთან ერთად დავბრუნდებით. არგუმენტების დრო ბრუნდება პირდაპირ ეთერში. რა გადაჯგუფებები ხდება ქართულ პოლიტიკაში და რა განცხადებები კეთდება საზღვარგარეთიდან? რატომ გააქტიურდა და ვინ გააქტიურებს ჯელობა საგარეო პოლიტიკური კურსისა და ორიენტაციის შესახებ? როგორ უნდა გავიგოთ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უჩვეულო დაინტერესება საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური მოძრაობით? მართლაც აირჩია თუ არა ირაკლი ალასანიამ მოქმედებისა და რიტორიკის ის სტილი, რომელიც აქამდე ძირითადად ნაციონალური მოძრაობისთვის იყო დამახასიათებელი და რა გავლენას ახდენს დღევანდელ პოლიტიკაზე ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი?
სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებ ჩვენ მომდევნო 1 საათის განმავლობაში. ჩვენი სტუმრები კი იქნებიან ანალიტიკოსები ბატონი რამა საყვარელიძე და ბატონი არჩილ გამზარდია. მოგესალმებით ბატონებო, უღრმესი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, მინდა მაყურებელს მოუწოდო აქტიურობისკენ Facebook-ში, აქტიურად მოგწერეთ თქვენი კითხვები და ჩვენ მათ აუცილებლად დაუსვამთ თქვენთვის სასურველ სტუმარს. ბატონ რამას, მინდა ეს კითხვა ორივე თქვენგანს დაგისვათ. უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყოთ აი სულ ბოლო მოვლენებით და შემდეგ ქრონოლოგიურად გავყვეთ ასე ვთქვათ და შევაფასოთ აი ეს რომელია ბოლო. პრინციპში დღეს ახლა უკვე ძნელია ასე ვთქვათ რეალურ დროში პროცესებზე თვალყურის გაყრა, თუმცა უკანასკნელი ინფორმაცია რაც ჩემს ხელთ არსებობს არის ის რომ უმრავლესობა ამ წუთისთვის მაინც ჯერ კიდევ არ არსებობს, როგორც ვიცით, 3 წევრი თავისუფალი დემოკრატების გელა სამხარაული, გია ჯაფარიძე და გედევან ფოფხაძე თავისუფალი დემოკრატებიდან გადავიდნენ ქართულ ოცნებაში, თუმცა და ამით შეივსო 76 ასე ვთქვათ 76 მანდატი რაც საჭიროა უმრავლესობისთვის საჭირო იყო, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ შევიტყვეთ რომ შალვა შავგულიძემ დატოვა ქართული ოცნება და გადავიდა თავისუფალ დემოკრატებში. ანუ მე რა კითხვა მინდა დავსვა, ანუ ამას ასე ვთქვათ როგორ შეაფასებთ იმას რაც ამ წუთებში ხდება, ეს არის კრიზისი, თუ კრიზისი ასე ვთქვათ უკვე პრინციპში დაძლეულია თუ ალბათ გაუგება, ეს არის გაუგებრობა ჯერ ერთი. კრიზისი გასაგები მოვლენაა, ლოგიკურია, თავის ლოგიკა კრიზისს აქვს. იმას რაც ახლა ხდება, ლოგიკა არა აქვს. თუმცა ალბათ რამდენიმე რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე გამოიკვეთება რაღაც მეტნაკლებად სტაბილური სურათი. კი ბატონო, იქამდე უღონთ ბევრ უბედურებას დაგვაწევს ეს ქაოტური პოლიტიკური ქაოსი, რომელიც ახლა საქართველოში. ბატონო, და უკვე დაგვაწია ეს თქვენს მიერ ანონსირებული თემატიკა უცხოეთისა. სწორედ ამ ქაოსის. ხა მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ უცხოეთში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც დღეს მოვისმინეთ, თუმცა მანამდე მინდა მცირე შეფასება ბატონო არჩილ, თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ, როდესაც ეს 3 დეპუტატი გადავიდა ქართულ ოცნებაში, პრინციპში გაკეთდა უკვე ასეთი შეფასებები ანალიტიკოსების, პოლიტოლოგების მხრიდან მოესწრო რამდენიმე განცხადების გაკეთება ყოველ შემთხვევაში, რომ კრიზისის მტკივნეული ფაზა უკვე უკან არის და ფაქტურად უმრავლესობამ მოახერხა უკან რო არ ყოფილიყო, შავგულიძე გადავიდა ახლა აქეთ და პროცესების ასე ვთქვათ ხო, პრინციპში ამ ეტაპზე პროცესებზე კონტროლის დამყარება. თუ არის არსებობს, სულაც არ არის ეს კრიზისი. ძალიან დადებითი მოვლენა არის დემოკრატიული თვალსაზრისით. თუმცა გადაწყვეტილების მიღების პრობლემა შეიძლება. გადაწყვეტილების მიღების პრობლემა შეიძლება, მაგრამ აი ეს ცოტა სადავსაკითხია, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა რა არის? გონივრული გადაწყვეტილების მიღება თუ არაგონივრულის არ მიღება. ამიტომ ეს ცოტა რთული თემა არის. მე მიმაჩნია რომ არაფერი დაზარალდება, თუ უმრავლესობები საერთოდ არ არსებობენ და თუ ჩვენ ნელ-ნელა დავიწყებთ სწავლას, რას ნიშნავს იყო პარლამენტის წევრი, როგორც თითოეული წევრი რომ ხდება მნიშვნელოვანი და თითოეული წევრის პასუხისმგებლობა რომ არსებობს როგორც ასეთი. ამიტომ ეს პრეცედენტი დადებით პერსპექტივებს შეიძლება ქმნიდეს ამ კუთხით, იმიტომ რომ არ არის პარლამენტის წევრი დღეს ღილაკის დამჭერი მხოლოდ ან რაღაც შემოტანილი კანონპროექტის ტექნიკური მხარდამჭერი, ასე დავარქვათ ჩვენ, რაღაც პოზიტიურად დაფასეთ პრინციპში იმ პროცესებს, რაც კრიზისი არის შესაძლებლობა, ჩემს ცნობიერებას შეიძლება, იმიტომ რომ ახალგაზრდა ვარ და ამ კუთხით ვუყურებ, იმიტომ რომ კრიზისი არის შესაძლებლობა, არც ისე სასურველი რეალობა, შეცვალო ახალი რეალობით. ცხადია, რისკის გათვალისწინებით შეიძლება შექმნა უარესი, შეიძლება შექმნა უკეთესი. ამიტომ მე ამ ყველაფერს როგორც განვითარების პირობა. ხო, როგორც განვითარების პირობა. ამიტომაც მე მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერში ბევრი დადებითი ელემენტიც, მათ შორის გარდა იმისა, რასაც ნეგატიურად ვაფასებთ, არის პირველი ერთი ვთქვით, რომ თქვა პარლამენტის წევრებს გარკვეული შინაარსი მიეცა და აქამდე ეს იყო უსახური. ანუ მნიშვნელობა დღეს განსაკუთრებით გედევან ფოფხაძეს ასე ვთქვათ ფიგურამ მე ვფიქრობ პერსონალები არც ისე განსაკუთრებულია. უბრალოდ თავად არსმა შეიძინა შინაარსი. მეორე დადებითი მოვლენა ეს არის ის, რომ აი ეს რაღაც ამორფული კოალიცია, სადაც არაფასეულობებზე ორიენტირებული, არამედ რაღაც აი შეკავშირებული რაღაც სიტუაციური მოკავშირეებით შექმნილი კოალიცია დღეს ეძებს შიგნით ხდება რომელ ნაწილში აქვს პერსპექტივა სიტყვაზე, რომელ პარტიას აქვს პერსპექტივა, რომელი უნდა იყოს წყნარად, რომელი უნდა იყოს ჩუმად, რომელმა ეძებოს საკუთარი თავი უფრო ფართო პერსპექტივებით, რა უნდა შეიქმნას მაგალითად ის, რომ გაჩნდა შანსი, რომ
ნელ-ნელა დროთა განმავლობაში ოპოზიციური ფლანგი დაიკავოს ყოველ შემთხვევაში იმათზე უფრო კონსტრუქციულმა და სასურველმა და უფრო დადებითი წარსულის მქონე ამის შესახებ გაკეთდა განცხადებები უკვე უმრავლესობის მხრიდან. ვიდრე იყო და ამ შემთხვევაში არსებობს როგორც ოფიციალურად ნაციონალური მოძრაობა, როგორც ოპოზიცია და გაჩნდა პერსპექტივა, რომ 2016 წლის არჩევნებზე მოვიდეს ოპოზიციური ძალა, რომელიც თქვათ ამ წუთისაც თეორიულად ჩავთვალოთ, რომ შეიძლება იყოს თავისუფალი დემოკრატები და ისინი წინა პლანზე გადავიდნენ, პირველი ძალა ეს უფრო გახდეს, ვიდრე არის ნაციონალური მოძრაობა. ეს საკმაოდ დადებითი პერსპექტივაა. თუმცა ამასთან დაკავშირებითაც არსებობს სკეპტიკური ასე ვთქვათ შენიშვნები და მოსაზრებები, რამდენად შეიძლება ეს მოხდეს და ასევე იმასთან დაკავშირებითაც რამდენად შეძლებს ქვეყანა ამ კონფიგურაციით მისვლას 2016 წლამდე. პირველი რაც ქვეყანამ ჩვენ საზოგადოებამ, ანალიტიკოსებმა, პოლიტიკოსებმა, პარტიებმა ასე შე ყველა მონავისწავლოთ არის ის, რომ პირველი ვიმუშაოთ ყოველთვის იმაზე, რომ მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ და არ იყოს რომელიღაცა ერთი მოქალაქეთა კავშირი ყველაფერი გადაწყვეტილების მიღების, შემდგომ არ იყოს ერთი ნაციონალური მოძრაობა ყველაფრის გადაწყვეტილების მიღების, მერე ერთი ქართული ოცნება. ამიტომ დადებითი მოვლენა იქნება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი იყოს უფრო ავტონომიურად, უფრო მეტი ძლევამოსილებით წარმოდგენილი პარლამენტში და იყოს პროცესი თანამშრომლობის რეჟიმში. ეს თანამშრომლობა როგორც კონფლიქტს, როგორც ისევე შეთანხმებას, დიახ, ბატონო. შენ იდეა ესეთი ხატოვანი მიდავეთ მარკეტში რომ შევდივართ. ნუ დავუშვათ ერთი გახსოვს საბჭოთა დროს ახალგაზრდა კი ხარ, მაგრამ ძალიან საბჭოთა შამპანიური და საბჭოთას მეტი იქ შამპანიური ისედაც არ იყო, ხო? ხო. სასურველია რომ იყოს სხვადასხვა შამპანიური. რა თქმა უნდა. მე ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ, ვიდრე იყოს ერთი შამპანიური. გასაგებია, ანუ მე ახლა თქვენი განცხადებებიდან გამომდინარე შემექმნა შტაბ-ჭრილობა, რომ პრინციპში სიტუაცია იმაზე გაცილებით უკეთესადაა, ვიდრე ძირითადად გვესმის. ბატონ რამაზ, მე მინდა ცოტა უკან გადავინაცვლოთ, ანუ შევაფასოთ უკვე დასაწყისიდან ეს პროცესი. განსაკუთრებით მე მაინტერესებს პოლიტიკური დატვირთვა ამ ყველაფრის. ფაქტია, რომ აქ მოხდა არა მხოლოდ მინისტრის გადაყენება და შემდეგ კიდევ ორი მინისტრის თანამდებობიდან წასვლა და ასევე არც მხოლოდ თუნდაც თავისუფალი დემოკრატების გამიჯვნა უმრავლესობიდან, არამედ რაღაც პოლიტიკური დაპირისპირება. ყოველ შემთხვევაში ალასანიას ბოლო პირველი განცხადების შემდეგ, როცა მან განაცხადა, რომ ეს არ არის გამოძიება, ასე ვთქვათ, კრიმინალური ბუნების, ეს არის დარტყმა ევროატლანტიკურ კურსზე, არჩევანზე, ქვეყნის ღირებულებებზე და ასე შემდეგ. ანუ რატომ შეიძინა ეს პოლიტიკური დატვირთვა თქვენი აზრით? ვინ შესძინა ეს? მე ძალიან მჯერა ალასანიასი როგორც პიროვნების, იმიტომ რომ უაღრესად პოზიტიურად ვარ გამწობილი, მაგრამ აი ამ პოლიტიკური სulis მე ცილისწამება ქვია მაგას და ნორმალურ ქვეყანაში ისჯება სამართლებრივად. მას მერე ბევრმა იკითხა, რომ კონკრეტულად ვის გულისხმობ, ვერავინ ვერ დასახელდა. ესე იგი, პოლიტიკური საბაბი ამას არ ქონდა. და თუ კი ადამიანი მიდის ცილისწამებაზე, ასეთ ცილისწამებაზე, ესე იგი, მას რაღაცა პრობლემა რეალურად აქვს. ამიტომ მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ალასანიამ ეს თავდაცვითი ნაბიჯი გადადგა და არა ის, რომ ის რეალურად ფიქრობს. თუმცა რეალურად ამ ნაბიჯმა ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება შექმნას. შეიძლება რა შექმნა უკვე. უკვე შექმნა. და მაშინ რამდენად გამართლებულად მიგაჩნია, თუნდაც როგორც პოლიტიკოსის მხრიდან საკუთარი თუნდაც რაღაც საფრთხეების თავიდან აწილების კონტექსტში საფრთხე შეუქმნას ზოგადად ქვეყნის და საზოგადოების ასე ვთქვათ. მე ქაოსი რო ვახსენე, შემთხვევით არ ვახსენე, იმიტომ რომ ქაოსის საფუძვლად როგორც წესი ემოციურობა დგას, რაციონალური სტრატეგია ქაოსს არ წარმოშობს, თუნდაც გინდბოროტი, გინდკეთილი. როცა ემოციით ხელმძღვანელობენ ადამიანები, იქ არის რომ ქაოსი ადვილი შესაქმნელია. აი ასეთი ქაოტური სიტუაციაში ისროლა კაცმა ფრაზა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მე თვითონ ინანა. ძალიან ბევრი შემდგომი რეაქციით ეთყობა. იქ დოლიძეს კომენტარებით თვითონ ალასანიამ რომ მე პედალირება ამ თემაზე სხვა მხრიდან გააკეთა.
და ასე შემდეგ, ანუ თუმცა როგორც ჩანს რაღაც რეაქცია დაიწყო ამან, რომელიც შეჩერებაც უკვე თავად ალასანიას არ შეუძლია. უკვე ჩიტი გაფრინდა რა, სიტყვა ხო ვიცით რომ ჩიტია, რომ გაფრინდება, მე ადვილად ვერ დაიჭერ. და კიდე მეორე მხარე, ჩვენ უცხოელებს ვადევნებთ თვალს და ყოველდღე გვიკითხავენ ამა თუ იმ ტელევიზიიდან, განსაკუთრებით რუსთავიდან. დიახ, რუსთავიორმა დღეს ფაქტიურად თითქმის მთლიანად პირდაპირ ეთერში ჩართო ამერიკის ხوار დაამატა კიდე რამე. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამართული დისკუსიას, რომლის სახელწოდებაც იყო კრიზისი. ეგ ძალიან საინტერესო დისკუსიაა. და მე მინდა რომ ამ დისკუსიაზე ჩვენ განსაკუთრებულად შევჩერდეთ, თუმცა მანამდე მაინც რაც მიუთითებს იმას, რომ think tank-ის ხალხი არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი იმ კრიტიკული დამოკიდებულებისა, რომელიც დღევანდელი საქართველოს მიმართ არის. მაგრამ რომ მოვამთავრო ეს ფრაზა და რატომ ვაკეთებ აქცენტს, რომ ჩვენ მხოლოდ ერთ მხარეს ვიყურებით, როგორც ვასიკო ოდიშვილის იმაში გუშინდელ გადაცემაში იყო თუთაშხიას ცხენმა, ჩემი ცხენი მარტო დასავლეთით მიდისო. ჩვენც მარტო იმ ცხენის არ იყოს, მარტო დასავლეთით ვიყურებით. 3 დღეა თუ არ ვცდები, ტელეფონი ადუღებული მაქვს რუსებისგან, რუსი ჟურნალისტებისგან, რომლებიც ნეტარი ხმით მეკითხებიან, რომ აპრავდა там Грузии пророссийские настроения. ზეიმიაკ. და ნუ იმებშიც გამოჩნდა რიგ შეფასებებში. ისე რომ ერთის მხრივ დავძაბეთ და ღელვა გამოვიწვიეთ დასავლეთის წრეებში და მეორეს მხრივ ოპტიმიზმის რაღაც იმპულსი გავუჩინეთ რუსეთს. ერთი ფრაზით. ერთი დაუფიქრებელი ემოციით ნაკარნახები ფრაზით. გასაგებია. სირცხვილია. და რა ხელისუფლების არავინ თავდაცვის მინისტრი. ხო რა, ეგ აი ამ ფრაზის შემდეგ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ ექსპერტების უმრავლესობა შეთანხმდა იმაში, რომ პრემიერს ფაქტურად არ დაუტოვა ამ ფრაზამ სხვა არჩევანი გარდა იმისა, რაც მან რეალურად გააკეთა. მაგრამ ვიდრე აი ამ მე მინდა რომ ზუსტად აი ამ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას და გაკეთებულ განცხადებებზე განსაკუთრებით შევჩერდეთ, თუმცა მანამდე შემიძლია კომენტარი არ გთხოვოთ ბატონო არჩილ, უკვე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტით არ დავიწყოთ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მართლაც განსაკუთრებული ოფიციალური განცხადება. დიახ, ეს იყო უკვე ეს არის ოფიციალური წარმომადგენლობა სახელმწიფოსი და ამით დავიწყოთ და თან საინტერესოა რომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია როგორც ჩანს სახელმწიფო დეპარტამენტში ამ განცხადებამ, იმიტომ რომ ზედიზედ რამდენიმე განცხადება გაკეთდა, მათ შორის ცნობილი ქალბატონის ჯერ საკის მიერ, რომელიც საკმაოდ ისეთი შეიძლება ითქვას დიპლომატისთვის და დიპლომატიური ენისთვის საკმაოდ ხისტი იყო. აქ საუბარია იმაზე, რომ ამდენი გამოძიება ერთდროული ამჟამინდელი ოპოზიციის და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ის ფრაზას რომ საქმე უფრო მეტყოლებს ვიდრე სიტყვები. დიახ, ესეც ხაზი გადაუსვა მთელი რიტორიკა. გამოძიებები ყოფილი მაღალჩინოსების ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გრძელდება, ასე რომ მე ვფიქრობ მოქმედება და შემდეგ ორიენტაციასთან დაკავშირებითაც და მე მართალია ღარიბაშვილი გვარწმუნებს რომ ამ ხრივ ცვლილება არ ხდება, მაგრამ მის მე ვფიქრობ მოქმედებები და ამ შემთხვევაში უფრო მეტს ამბობს ვიდრე სიტყვები. ანუ თქვენ როგორ შეაფასებთ ეს განცხადება რაღაც ასე ვთქვათ ობიექტურ დაკვირვებას ეფუძნება თუ ეს არის ასე ვთქვათ რაღაც არასწორი ან არასრული ინფორმირების შედეგი ისევე როგორც დაუშვათ ჩვენ ხშირად ხსნით იგივე თუნდაც ხანდახან ევროპიდან გაკეთებულ განცხადებებს. ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსი განცხადება ეფუძნება პოზიციას. ამიტომ ახლა გამოხატავს პოზიციას, ხო? ამიტომაც რა იწევს, ეს შეიძლება იყოს მასალა ჩვენთვის, როგორ უნდა იმუშაოთ, უბრალოდ ამ შემთხვევაში თუნდაც ხელისუფლებისათვის, მაგრამ მეორე მხრივ ანგარიში უნდა გაუწიოთ იმას, რომ ეს პოზიცია შექმნილია. გასაგებია, რომ ძალიან ხშირად საერთაშორისო საზოგადოება ეფუძნება იმ ინფორმაციას, რომელსაც აწვდიან აქ მიმდინარე პროცესების შესახებ და არ არის ყველა საკითხზე აქ სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ობიექტურად სწავლობს მოვლენებს, მაგრამ
სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ამ ინფორმაციის მართვაში მიიღოს შესაბამისი მონაწილეობა და ნაკლებად მისცეს საფუძველი ჩვენი სახელმწიფოსათვის საზიანო კომენტარების გაკეთებას. ხო, როდესაც ჩნდება რაღაცა პერსპექტივის სახით, ნეგატიური პერსპექტივის სახით, რაღაცა ორიენტაციის ცვლის საკითხი, რაც გინდა ის, თქვათ, რომ იტყვიან გულებში იყოს უსაფუძვლო ხელისუფლების წარმომადგენელთა გულში, იმიტომ რომ არის ორგვარი მოცემულობა, რაც ზოგადად ბოლო 2 წელიწადშია და უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით. ერთი მოცემულობა ის არის, რომ ასოცირების შემდეგ უწყებები სტანდარტულად ნელ-ნელა მუშაობენ ამ სტანდარტების დამკვიდრებაზე, ჯანდაცვაში, სოციალურ სფეროში. ეს სტანდარტები, რასაც ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, ნელ-ნელა სამუშაო პროცესში გადავიდა. ეს იმას ნიშნავს და ცდილობს სახელმწიფო მათ შორის და ეს არის სახეზე, რომ აქტიურად ამუშავდეს და სწრაფი ტემპებით იაროს. პირიქით, ჩვენ ისიც გამოთქვით ერთ-ერთჯერ შენიშნა, რომ ეს სტანდარტები ზედმეტად სწრაფად შემოიტანა ხელისუფლებამ, ვიდრე ჩვენ ვიყავით მზად. ეს ერთი მოცემულობაც გაგვაჩნია, მაგრამ მეორე მხრივ გვაქვს მეორე მოცემულობა, სადაც პიროვნებები, რომლებიც მაინც ასე თუ ისე ასოცირებულები არიან ევროპულ ორიენტაციასთან. აი ეს მე ვფიქრობ განსაკუთრებით საინტერესო მომენტია, ანუ რატომ ხდება პიროვნებების ასოცირება ორიენტაციასთან. ანუ ჩვენ ამ თემას რამდენიმე გადაცემა მიუძღვენთ ამ დღეებში და ცოტა მაინც გაუგებარი დარჩა ეს ვთქვათ მოსაზრება, როდესაც იგვეთნაც ეკონომისტი, მაგალითად ძალიან გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, თუ არ ვცდები დღეს გამოაქვეყნა სტატია თუ გუშინ და აქ არის ასეთი ფრაზა, რომ ირაკლი ალასანია ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ქართველ მინისტრს შორის, ვისაც უცხოურ სახელმწიფოებთან ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობა ესმოდა. მე თარგმანის სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, თუმცა როგორც ქართულმა ელექტრონულმა მედიამ ასე ვთქვათ მოგვაწოდა ეს ამ სტატიის თარგმანი, მე პირადად ორიგინალი სამწუხაროდ არ წამეკითხავს. ანუ რას ნიშნავს, როდესაც აი ესე თუნდაც გავლენიანი გამოცემები აკეთებენ, ასე ვთქვათ ანსხავებენ საქართველოს მთავრობაში პიროვნებებს და ერთზე ამბობენ, რომ ეს არის გამოხატულად მკვეთრად პროდასავლური და არსებობენ სხვები. ვიღაცა არ არის. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა არ არის. პირველი ფაქტორი ცხადია არსებობს, სწორედაც ნაციონალური მოძრაობის დღემდე არსებული წარმატებების საერთაშორისო ასპარეზზე ამ პიროვნული კონტაქტების შედეგია. ანუ მათდამინდობის ხარისხის შედეგი შესაბამისად ან მათ მიერ ლობისტური ჯგუფების ეფექტური მუშაობის ხარისხი. პიროვნება არის შინაარსი. მე რასაც ვლაპარაკობთ როგორც ერთი პირი, თუ კი მომეცემა სათანადო ძალაუფლება ან ხელისუფლება, ასე ვთქვათ, იმ შინაარს გავატარებ პროცესად შევქმნი, ხომ? ამიტომ ბუნებრივია პიროვნების მნიშვნელობას განსაკუთრებული როლი გააჩნია. მეორე მხრივ, საერთაშორისო საზოგადოება ძირითადად როგორც ჩვენ ვხედავთ, ეყრდნობა რას? ერთი ეს არის სახელმწიფოში რეალურად მიმდინარე პროცესები და მეორე ეს არის რაღაცა კონკრეტული პირების უკან მდგომი ისტორიები, ეგრეთ წოდებული ბექგრაუნდები, რასაც გულისხმობენ კონკრეტულად თუნდაც ალასანიას შემთხვევაში. ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც საქართველოში საზოგადოების ალბათ უმეტესი ნაწილი თან ხვდება იმაზე, რომ ის პირები, რომლებიც წინა ხელისუფლებიდან ამჟამად არიან პატიმრობაში, რომ მათ მიმართ საზოგადოებას აქვს ერთიანი პოზიცია, რომ ისინი ამ პატიმრობას იმსახურებენ. ზოგიერთ შემთხვევაში მასაც კი ფიქრობენ, რომ უფრო მძიმე სასჯელებზე, უფრო მძიმე ფორმით, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ძალიან შეთანხმებულ პოზიციას არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. გარკვეულ შემთხვევაში მესმის რა მოტივით. მაგალითად, ხა შეიძლება ცოტა რთული რამე თქვა, ასეთები ძალიან სწორად გამოვთქვა. პოლიტიკურ კომუნიკაციებში ზოგადად ცნობილი არის ასეთი რამე, როდესაც შესაძლებელი არის პოლიტიკური მიზნებისთვის გამართლებული იყოს დამნაშავის უდანაშაულოდ გამოცხადება და ისე წარდგენა, ან პირიქით უდანაშაულოს დამნაშავეობა. იმიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკური კომუნიკაციები თავშინაარსით არის რთული პროცესი. ამიტომაც რაკიღა დემოკრატიულ პროცესებზე ლაპარაკი და რაკიღა ჩვენ სახელმწიფოს აქვს აი ესეთი 20 წლიანი ისტორია, რომ მოვიდა შევარდნაძის ხელისუფლება, კაცრად დაუმკლავდა გამსახურდიას ხელისუფლებას, როვიდან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ კაცრად მოეპყრო შევარდნაძის ხელისუფლებას, მოვიდა ახლა უკვე ახალი ხელისუფლება ქართული ოცნების პიროვნულ დონეზე ფაქტია, რომ იმ გავლენიან პოლიტიკოსებს ექცევა ასეთი ფორმით. თუმცა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ასეთი მწვავე შეფასებები არ ყოფილა, როცა ის მოეპყრო კაცრად შევარდნაძის ხელისუფლებას. როგორც ჩანს, ზუსტად დინამიკა იმას ითვალისწინებს, ახლა მე არ ვარ არც სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი. ჯერჯერობით კი ბატონო, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში მე რასაც ასე ვთქვათ, ვცდილობ მათი ქმედების ლოგიკა დავინახო, მათი ქმედების ლოგიკა არის ასეთი, რომ ბოლოს და ბოლოს ჯობია საქართველოში დამნაშავე დარჩეს, უდანაშაულო და კონსტრუქციული იყოს პროცესები, ვიდრე თუნდაც სამართალი იყოს ბოლომდე დაცული. დაუსჯელი? აი, ამიტომ ვცდილობ ეს რთული აზრი უფრო ზუსტად გამოთქვა. შესაძლოა მათი მხრიდან პოლიტიკური იდეა იყოს იმაში, რომ დამნაშავე იყოს დაუსჯელი, ოღონდეს პიროვნული ქიშპობა და პოლიტიკური ბრძოლის ნაცვლად პირიქით პიროვნული ბრძოლა და ხშირ შემთხვევაში მე დესტრუქცია გარეთ შეჩერდეს, ვიდრე ის რომ თუნდაც ამ შემთხვევაში აი ამ თუნდაც წმინდა წყლის სამართალ წარმოებითმა პროცესმა ბიძგი მისცეს ისევ პიროვნულ ბრძოლას და პლუს თქვენი პოზიცია გასაგებია, თუმცა ამ შემთხვევაში მაშინ გაუგებარი რჩება რატომ ეს ჩემი პოზიცია არ არის. მესმის, ეს არის ვარაუდი რაზე შეიძლება ეს ძალიან პოზიცია შევეკამათ. რასაკვირველია, თუმცა მე უბრალოდ მცირე კომენტარს გავაკეთებ, რომ მე ვფიქრობ ქართული საზოგადოებისთვის ეს რთული გასაგები იქნება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენ ხშირად ვკითხულობთ იგივე დასავლურ პრესაში, რომ ფაქტიურად არ დარჩენილა ევროპული ლიდერი პოლიტიკური, რომლის წინააღმდეგაც არ იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე. აქ მიზანში იმ შემთხვევაში დაუშვათ ეს კანონი უნდა აღსრულდეს, თუნდაც ქვეყანა დაიქცეს, ლოგიკა მუშაობს. მაშინ რატომ არ უნდა იმუშაოს ამ ლოგიკამ საქართველოში? მე ვფიქრობ, უბრალოდ მოსახლეობისთვის ძნელი გასაგებია. მაგიტომაც ვართ აი ამ დამოკიდებულებაში. აქ იდეაში არის ის ლოგიკა, რომ ეგრეთ წოდებულ შემდგარ ან უფრო განვითარებულ ქვეყნებში, შემდგარ ქვეყნებში ამგვარი ქცევის მიზანშეწონილობა უფრო დიდი ნდობის ქვეშ არის, ვიდრე ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქ უფრო არ არის გამორიცხული. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენთან გამოძიებას და პროკურატურაც და მით უმეტეს სასამართლოზე ელემენტარული ყველაზე მძიმე ბრალდებები ვერ მტკიცდება და მეორე მესამე ხარისხოვანი ბრალდებების შედეგად უბრალოდ დაკავებენ საზოგადოებრივ ნეგატივს. გასაგებია, ბატონ რამასურდა, ასე ვთქვათ, შეკამათება და მე მინდა ბატონ რამასურდა დინამიკა კითხვა. დიახ, კითხვა დაუსვა უკვე აი დისკუსიასთან დაკავშირებით. ხო. ის ვერსია, რომელიც არჩევნა წარმოაჩინა, ასახავს იმის მცდელობას, რომ დაინახო ლოგიკა ვიღაცის ქცევაში, ხო, ამ შემთხვევაში დასავლეთის პარტნიორების ქცევაში, რომლის მიმართ შეჯერებით ვსაუბრობთ ოფიციალურ პოზიციაზე. ხო. რომლის ეხა დასავლეთის უგეუბნება ჩვენ კითხვები გვაქვს თქვენ და მეო და ერთი ის ნახონ ჩვენ რამდენი კითხვები გვაქვს მაგათ და მე. ხო? ეს ხო არ აინტერესებს. მე ამიტომ უფრო კრიტიკული ვიქნები შენიშნება. კი ბატონო. რომ შევარდნაძე იყო უხერხული პარტნიორი. და თამაშობდა ზვიაძეს ცხონებულზე აღარაფერს ვამბობ რა. არა, გამსახურდიასთან დაკავშირებით იქ ცალსახა ხო, რომ ეს კაცი არ არის დასავლეთის მისი განცხადებების შემდეგ იგივე ამერიკის მერე მოვიდა შევარდნაძე და მიიღეს დიდი იმითი, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდის პროდასავლური შლეიფი მოსდებდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ აფხაზეთისა საკითხში ის ითხოვდა უცხოეთის დახმარებას, ეკონომიკურ დახმარებას და ეთამაშებოდა, რომ თუ არ მომცემთ ამ დახმარებას, მაშინ რუსეთს მეტ რამეს დაუთმობო. ანუ ეგ და კუჩმა დასავლეთის მიმართ არ იყვნენ ცალსახა მოსწავლის, შემსრულებლის პოზიციაში დამდგარები. კაპრიზიანი პარტნიორები იყვნენ. შეიცვალა. და ხელი შეუწყო დასავლეთმა ამ ორი ფიგურის მოშორებას. არაკაპრიზიანი შემსრულებლად, რომ ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ თქვენ და შემოვიდა სააკაშვილი. სააკაშვილის მიმართ კრიტიკული არც ერთი შენიშვნა, მიუხედავად უზარმაზარი შიდა პროცესებისა, მათ არ გაუჟღერებიათ კი არა, რეაქცია ყურადღებას არ მიუქცევიათ. რატო? აი ამ კარგი შემსრულებლობის გამო. ანუ ეს მათი კაცი იყო. გასაგებია. ამ შემთხვევაში როცა ირანზე დაიწყო შემდგომ იქ მერე ირანზე თბილისში გაარტყა მიშამ და ესენი ისევ იგივე პოზიციაზე დაბრუნდეს. ერთი წუთით. კი, რასაკვირველია, მე მინდა იგივე მეც მინდა. ის და შემოვიდა ახლა ივანიშვილ ღარიბაშვილის ხელისუფლება. ესენი ბეჯითად ეუბნება მთელი დასავლეთი, რომ დაანებეს სააკაშვილს თავი. უჯერებს ივანიშვილ ღარიბაშვილის ხელისუფლება? არ უჯერებს.
ანუ ისევ დაუჯერებელი და ჯიუტი ხელისუფლება მოვიდა. განსხვავებით სააგაში. არა უპირობო შემსრულებელი. არა უპირობო შემსრულებელი. ეს უხერხული შემსრულებელია. ამიტომ დიდი შეამოვნებით აიტაცეს ყველა დარტყმის საშუალება, რაც ამ ხელისუფლებასთან ჰქონდათ. და დავაანონსებ პოზიციას თუ გინდა არ დავაანონსებ და საერთოდ არ ვიტყვი. თქვით ბატონ რამოს. შეიძლება მაედანი მზადდება საქართველოში. ანუ ახალი რევოლუცია. მათი ხელშეწყობით. სწორედ ამიტომ მე მგონია რომ ცდილობა იმის გამომდის რომ კონსტრუქცივიზმი მეტი შემოიჭრა საგამო შენ დადებითად უყურებ მე კრიტიკულად მოდი ასე გავინაწილოთ მე ვფიქრობ ამას უკვე მომავალი გამოაჩენს რა რომელი სცენარი უფრო ასე ვთქვათ უფრო ჩაჯდება მე დიდი შეამოვნებით თმობ ჩემს სცენარს და მე მინდა გადავიდეთ აი ამ პირველ რიგში მაინტერესებს მართლაც აი ბატონ რამას თქვენ გავუსვით ხაზი რომ ჩვენ დღეს ფაქტიურად თლიანად პირდაპირ ეთერში ვნახეთ ეს დისკუსია ამერიკის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში, სადაც შეკრებილები იყვნენ. იქაური ექსპერტები ევრაზიის საკითხებში, ბატონი სვანტე კორნელი, რომელიც მანამდე რამდენადაც მე ჩემთვის ცნობილია და მოვიძია ინფორმაცია, საქართველოში არის მუშაობდა, ბატონი ფრედ სტარი, ასევე ექსპერტი ევრაზიის საკითხებში და მამუკა წერეთელი American University-ის პროფესორი. აი ეს ადამიანები ვიხილეთ ჩვენ ძირითად სპიკერებად. პირველ რიგში მაინტერესებს მე საერთოდ ზოგადად აი ამ უნივერსიტეტის და ამ ექსპერტების შესახებ რა ვიცით. და თუ გვაქვს ინფორმაცია, არც სამწუხაროდ ინფორმირებული ამ შესახებ არ ანუ ჯერ თავისთავად რომ დავიწყოთ აი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი რამდენად ასე ვთქვათ გავლენიანი უნივერსიტეტია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ კი ეს არის მართლაც ძალიან გავლენიანი უნივერსიტეტი, მე ვფიქრობ, უნდა გქონდეთ ინფორმაცია ამის შესახებ. შესაძლოა ბევრი გავლენიანი ინსტიტუციის შესახებ არ გქონდეს ინფორმაცია, იმიტომ რომ სოფლიოში ბევრი გავლენიანი ბევრი, მაგრამ ჰოპკინსის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი ის think tank-ის ბუდე, თუ შეიძლება ითქვას, რომელთა იდეებზედაც იკვებება ხელისუფლება. ანუ ამერიკის ხელისუფლებაზე რაღაც გავლენა ამ უნივერსიტეტს და ამ იდეების ერთ-ერთი გენერატორი ჰოპკინსი რესურს გასაგებია. და რაც შეეხება თავად ამ ექსპერტებს, სვანტე კორნელი ჩვენ პირველად არ გვესმის ამ ადამიანის სახელი, საქართველოში ნამყოფია, უმუშავია საქართველოში, თუ არ ვწდები ლექციებსაც კითხულობდა როგორც მოწვეული სპეციალისტი რამდენიმე უნივერსიტეტში, ოც დღეში მე ასე მახსოვს ამბობენ იმ პერიოდიდან, როდესაც მე თავად ვიყავი, ვთქვათ, სტუდენტი. და აი ეს ადამიანი ძალიან მკვეთრად უარყოფით შეფასებებს აკეთებს, ყოველ შემთხვევაში ძალიან ჩანს როგორც მხარე, დაინტერესებული მხარე. მე მინდა წავიკითხო ციტატა, რომელიც მე ვფიქრობ დღეს თემა საქართველოს მოისმინა, ამიტომ ახალს არაფერს ვიტყვით, მაგრამ აი უბრალოდ რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. პირდაპირ ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობაში არსებობს ორი ფრთა, პირველი პასუხისმგებელი თავდაცვასა და საერთაშორისო არსებობდა ყოველ შემთხვევაში ბოლო მომენტამდე. თავდაცვასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე, დასავლური ორიენტაციის, აქ თარგმანი არის, მე აქ რუსთავიორის თარგმანს ვიყენებ, ანუ მე ვერ ასე ვთქვათ დავდებ აქაც თავს რამდენად ორივე ორი ხართ ისე რომ რომელმაც ბევრ წარმატებას მიაღწია, მათ შორის ასოცირებას და ნატოსთან მიახლოებას, მთავრობის მეორე ნაწილში კი განსხვავებული სურათია. შინაგან საქმეთა სამინისტროში და პროკურატურაში ვხედავთ პრორუსულ ფიგურებს, აღარ არიან რუსეთის ინფილტრაციის მომხრეები და ზოგადად კონტრდაზვერვა ამ მთავრობის დროს ნულზე ჩამოვიდა. ეს იყო ყოველთვის კამათის თემა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ალასანიას გუნდს შორის. აი ამ განცხადებას როგორ შეაფასებთ? ანუ მეცნიერი ექსპერტი ევრაზიის საკითხებში, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური ტიტული ამ ადამიანის ასეთია. როდესაც აკეთებს ასეთ განცხადებებს. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გავიგოთ ეს? პირველი ვეცდები კორექტული იყო, უბრალოდ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი. იცით რას მაგონებს რუსთავიორის ბოლო პერიოდის განსაკუთრებით საინფორმაციო პოლიტიკა. აი თქვენ რომ ORT-ზე გადართოთ, ნახავთ იქ როგორი პირფერული პოლიტიკა არის საქართველოს და ქართველების მიმართ. იქ საღამოს შეიძლება ქართული ფილმი გავიდეს, კავენში თუ ქართული გუნდი გამოვა 10 ტაშს უკრავენ, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგი იუმორია, ქართული მომღერალი, ქართული გვარის მქონე მომღერალი რო გამოდის, ახლა მეტ სტატუსს აძლევენ, აი ეს ქართველია და
მარტივად რომ თქვა ORT საინფორმაციო პოლიტიკა რამდენადაც ნეგატიური იყო ადრე, აი ესე ძალიან ეპირფერება ქართულ საზოგადოებას, ეგებ რამე მისგან მიიღოს და დადებითი ემოციები. საზოგადოებას მარტო არა შეცვალა ამ პოლიტიკამ დაიყვანა უარყოფით დამოკიდებულება 1%-მდე. ამიტომ აი ეს პირფერობა ახასიათებს. აი ახლა რუსთავი ორის პირფერობა არის ალასანიას გუნდის მიმართ. რატომ? იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი გადარჩენის შანსი და შესაბამისად თავისუფალი დემოკრატების დაღუპვის შანსი არის ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების ერთობლიობა, გაერთიანება, არა თუნდაც პარტნიორული სახით. ამიტომ იმდენად მიუხედავად ალასანიას მკაცრი განცხადებებისა, ამის მეათედ განცხადებას არ აპატიებდა ეს არხი არც ერთ სხვა ოპონენტს, მაგრამ ახლა მიუხედავად ამ კვახე განცხადებებისა, მაქსიმალურად აი რატო უსვამ ამას ხაზს ზუსტად და გეტყვი. ანუ ჩვენ ხო იმას არ განვიხილავთ რუსთავმა რატომ აჩვენა? არა, ესეც უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ ეს არის თემა, იმიტომ რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც მოიპოვა საკომუნიკაციო რეალიზაციისათვის არხმა. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება მიდის იქითკენ, რომ ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, პერსპექტივები უფრო და უფრო მცირდება, მართალი დესტრუქციას უფრო და უფრო მეძრდიან და ასე ვთქვათ, ნეგატიურ შესაძლებლობებს, მაგრამ პერსპექტივა მათი უფრო და უფრო მცირდება. ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება იყოს, ახლა განვიხილოთ ნაციონალური მოძრაობის საკომუნიკაციო არედ რუსთავი ორი ლოგიკურია, შესაბამისად ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც ექნებათ, რომ მიმდინარე ხელისუფლება სადაც ეკუთვნის და სადაც არ ეკუთვნის, გამოიყენონ მათ წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მათთვის მისაღებია. მეორე, ჩვენ ჯერ არ ვიცით მსგავსი კონფერენცია არის ბოლო დროის სასწრაფო პროდუქტი, მე არ მაქვს ინფორმაცია, არ ვიცი. ეს არის 2 თვის წინ დაგეგმილი გარკვეული კონფერენცია, როგორც ვიცით, ჩვენ მსგავსი ღონისძიებები ბევრად ადრე იგეგმება, ბევრად ადრე კეთდება. ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის გავიგო რამდენად სპონტანურია ან დაგეგმილი ეს ღონისძიება. თუ ეს ღონისძიება არის სპონტანურად, ასე ვთქვათ, სწრაფ შექმნილი, ბარემ ამ ჭრილში როგორ აღმოჩნდა საინფორმაციო გაშუქების საშუალებები ამ კონფერენციაზე და მოაღწია აქამდე. ანუ ამ ინფორმაციას აქვს პოლიტიკა. სხვა რამე კი არ არის. მეორე მომენტი კიდევ საზოგადოების შეფასებას გარშემთხვევებში დაკავშირებით რატომ აჩვენა ან არ აჩვენა, მაგრამ აი უშუალოდ ამ ადამიანმა ხომ თქვა ეს რაც თქვა. ეს არის ამოსავალი. ოთ ახლა ამაზეც ვილაპარაკოთ. ეგ უკვე იმის არგუმენტია არჩილის კუთხე, რომ იქ შეიძლება ითქვა ისეთი რამეც, რაც ეკამათებოდა მაგ პოზიციას და ეს უკვე ფილტრმა ეს არის განსაზღვრული პროპაგანდა ზუსტად. თუ ჩვენ მივხვდებით ან აღმოჩნდება რომ ეს არის ეს სწრაფად დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელიც ასევე ონლაინ გადაიცა ლამის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ეს მიგვიბიძგეს იმისკენ რომ აი ეს პერსონაჟები და სამსოფლიოში არ არსებობს ალბათ პერსონაჟი რომლის ყიდვა არ შეიძლება ან ძალიან ძვირები და არიან უფრო დაინტერესებაც მათ შორის ჩვენ გვაფიქრებინოს შეიძლება რომ ეს არის ზოგიერთ შემთხვევაში ისეთივე ხელოვნურად შემდგარი პოზიციები როგორიც შეიძლება იყო ზოგიერთი მათგანი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად თუნდაც ევროკავშირი და ევროპარლამენტიც კი აღმოჩნდა თავისმართლების რეჟიმში, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი დეპუტატის განცხადებას მიიღებთ, ანუ ასეთ რამეს იშვიათად აკეთებენ თან წვრილ ქვეყნებისთვის, ხო, კოლეგების მიმართ, ამიტომ მთელი ეს პროცესი მიდის იქითკენ, რომ ეს პოზიციები არსებობს PR-ში მე თუმცა საგერ ბატონმა რამოსგან ძალიან კარგიც და პროპაგანდაში უფრო მეტად აქტიორების ქმნადობის ხელოვნება, როგორ ქმნით აქტიორს, რომელმა რა მესიჯი უნდა გაატაროს, რა მესიჯი როგორ უნდა გადაიცეს, საიმისოდ რომ საქართველოს დაინახოს რა არის ამისი ყველაზე ოპივატელური შეფასება. უყურე შენ მთელი მსოფლიო მხარს უჭერს ამას, სამაგიეროდ კარგად ხედავენ რომ ასე ვთქვათ, ამას საწინააღმდეგოთაც შეიძლება ამ შემთხვევაში იმუშაოს. ანუ ერთია დაუშვათ თუ კი გეგმა არის გათვლილი ისე, ასეთი მოსაზრებაც არსებობს ყოველ შემთხვევაში ქართულ საზოგადოებაში, რომ თუ კი ვინმე ცდილობს დაუშვათ რომ დასავლეთის ლეგიტიმაცია, ვისაც ექნება აპრიორი ქართული საზოგადოება იმას გაყვება, შეიძლება რეალურად პირიქით მოხდეს რომ დასავლეთის ლეგიტიმაციას თუ წარმოაჩენენ დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის გვერდით, მაშინ შეიძლება პირიქით ანტიდასავლური განწყობები გაღვივდეს საქართველოში. ორიენტირი ნაციონალებზე აღარ აქვს დასავლეთს, ორიენტირი აქვს ახალი პერსონაჟების მიმართ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. აი მან ერთ-ერთმა მათგანმა თქვა რომ როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შორის ეს იყო რაღაცა განხეთქილების საგანი. სად არის ეს განხეთქილება?
2 წლის განმავლობაში. ერთი ასეთი შემთხვევა არ არსებობს, გარდა ძალიან წვრილი ტექნიკური ან რაღაცა ისეთებისა, რომ ალასანიამ რაღაცა გააკეთა, რომელიც არ შეათანხმა. ანუ პოლიტიკური ჟღერადობა და ორიენტაციის ვიცე-პრემიერის პოსტი როცა დატოვა ალასანიამ, შესაძლოა ეს იქნა განხილული. აქ ზუსტად არის მარტივი რაღაცა. დღეს იმას ვიგებთ ჩვენ, მობილურში რამდენი გადაიხადა ამა თუ იმ ჩინოვნიკმა. ამ პირობებში პოლიტიკოსი, რომელსაც ეს პრობლემები ჰქონდა და ჩვენ საზოგადოებას ნელა-ნელა არ გვაფრთხილებდა, რომ მე რომელიც პროდასალური ორიენტაციის ვარ, თურმე ხელისუფლება და მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფრთხილად რაღაცა ორიენტირს მიცვლის და მე ესენი იმიტომ მოვიყვანე, რომ უფრო დემოკრატები მაშია შესაბამისად უფრო პროდასავლელები და მით უმეტეს მეტინდობა მაქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულება ხელი მოაწერეს, აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი ნიშნებაც არ იყო. სად იყო ეს ხალხი? რატომ არის დღეს თუნდაც ალასანიას გუნდი უკან დახევის რეჟიმში გამოდის, ისე უცბად გამოვარდა, როგორც კი მსაღამოს განაცხადა. დღეს აშკარად ორივე მხარე უფრო მოძმილი იყო. კარგია, მეტი გონიერება თუ ექნებათ აღმოაჩენენ, რომ ორივეს ერთმანეთის გამოყენება ბევრად ეფექტურად შეუძლია. ქართულ ოცნებას თავისუფალი დემოკრატები და თავისუფალ დემოკრატებს ქართული ოცნების. როგორც კი გუშინ წინ გააკეთა განცხადება ბატონმა ირაკლი ალასანიამ, რომ ჩვენ არ გამორცავთ ნაციონალებთან ურთიერთობასო, იმ საღამოს მათი რეიტინგი სადღაცა მიწისქვეშეთში ჩავიდა. მეორე დღეს სასტრაფოდ და საგანგებოდ ხაზგასმით გააკეთა საზღვათა შორის კავშირი კი არა. საგანგებოდ, ხო. მეორე მომენტი, კურსთან დაკავშირებით ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ის, როდესაც პერსონიფიცირდება ორიენტაცია, კურსი პიროვნებაზე მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც კი არავინ მიიღო მთელ სოფლიოში მით უმეტეს საქართველოში. რას ქვია, ჩემი არჩევანი რატომ იყოს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წყალობა, ის რასაც მე ვფიქრობ, ის რისკენაც მე მივდივარ. მეორე შეცდომა დაუშვა ბატონმა ირაკლი ალასანიამ, როდესაც პიროვნებას მოარგო სახე-სიმბოლოს როლი. სახე-სიმბოლოები, აი როგორც ივანიშვილი არამიწიერი ლიდერი გახდა და არამიწიერი სიმბოლო გახდა, რაც არაადეკვატურია თავისთავად. ამას წლების განმავლობაში ქმნიდა აი ამ მითებს თავის შესახებ და 2 წუთში ირაკლი ალასანია ბუნებრივია ვერ შექმნიდა. ახლა აღმოჩნდა რომ თურმე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არ არის დარწმუნებული რომ საქართველოს ორიენტაცია შეიცვალა. მისი გუნდის სხვა წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან. რომ ministrs მოადგილეები გადადგნენ იმის გამო რომ ორიენტაცია საფრთხე მოხდა. ბატონო, რასაკვირველია და მე მინდა კითხოთ უკვე შიდა. ნუ მკითხავ ჯერ ერთი კითხვა ხო იყო და მივემატები არჩილის იმას. ვეთანხმები აბსოლუტურად რომ რა მასშტაბის მოვლენა იყო და რეალურად იმ მოვლენაში რა ხდებოდა ამ სარკით რაცაც რუსთავიორი ქვია ძნელი დასანახია ამ ლუპაში ხო ეს ლუპა საკმაოდ ფილტრიანი ლუპა მაგრამ კიდევ ერთ რამეს მივამატებდი მე ჩამოვთვალე ჯიუტი და დაუმორჩილებელი და მორჩილი საქართველოს ლიდერები დასავლეთის მიმართ. გამომჩა კანდიდატი კიდევ ერთი მორჩილი. ალასანია. ამ თქვენ ფიქრობთ რომ შესაძლოა ალასანია ყოველ მხრივ ამჟღავნებს იმას რომ მისთვის დასავლეთის ყველა სიტყვა კანონია, ხო? და არც აპირებს შეეკამათოს. ამდენად დასავლეთისთვისაც ალასანია გაცილებით მისაღებია. თუმცა უფრო საფრთხილო უნდა იყოს, იმიტომ რომ ალასანიას პოლიტიკური ერთგულება ნაკლებად ახასიათებს, ძალიან ფრთხილ მომენტში დაარტყა მიხეილ სააკაშვილს მან, ყველაზე ცუდ დროს შეიძლება ითქვას, სადაც იდეაში მისი პარტნიორი გვერდით უფრო უნდა დამდგარიყო, მეორე ასეთი პირი, ვინც ყველაზე ცუდ დროს დაარტყა თავის დროზე შევარნაძეს და მერე სააკაშვილს იყო ნინო ბურჯანაძე და ახლაც შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ყველაზე საფრთხილო დროს დაარტყა. იგივე გააკეთა რა. ამიტომ ეს არ ფასდება მიუხედავად რომ მე ახლა რაღაცა ნეგატიური ინფორმაცია ამერიკელები ვერ ხედავ. ხო, ну ალბათ მოუწევთ, იმიტომ რომ მაგის გამო მოვიდა შევარნაძესთან წარმოშდა რომ შევარნაძე უფრო გონიერი იყო და უფრო მართავდა აი ამ რუსეთის ინტერესებს ამერიკის დასავლეთის და მიხვდნენ რომ სასტრაფო თუ არ ჩამოაცრებდა მიუხედავად რომ მოხუცი კაცი იყო და უკვე ასაკში იყო საშიში გახდა შევარნაძე ყველასთვის რუსეთისთვის, დასავლეთისთვის და ამერიკისთვის. და შესაბამისად ის რომ ალასანია და ის სცენარი, რასაც არჩენი ამბობდა, რომ ნაციონალები წამოვიდეს უკანა პლანზე და წინა პლანზე ალასანია, ერთი შემსრულებელი, რომელმაც ვერ იმუშავა, რომლის იმიჯმა ვერ იმუშავა ამ ნიადაგზე და ახლა აქცენტირება კეთება მეორე შემსრულებელი ფიგურის. დავაკვირდეთ ამას. და ამდენად მე სხვა რამ იყო ამ ღონისძიებაში თუნდაც ამ მასშტაბში და თუნდაც ამ ლინზი რუსთავიორის ლინზაში საყურადღებო
რომ ესე იგი think tank-ებში ყალიბდება ის აზრი, ვის უნდა დაუჭიროს მხარი მან ამერიკა. თუმცა თავად ამერიკაშიც არ არის ალბათ ერთიანი პოზიცია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკაშიც ადმინისტრაციები ყოველ შემთხვევაში ორპარტიული სისტემაა და შესაძლოა სულაც არ ემთხვეოდეს ამ ორი გუნდის ინტერესები ყოველთვის ერთმანეთს საგარეო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პრიორიტეტები. შემსრულებელი ყველა სჭირდება. იმიტომ რომ აქაური შემსრულებელი ხო პარტიის იმათი პარტიის შემსრულებელი არაა, ზოგადად ამერიკის შემსრულებელია და ვინც მოვა ამერიკის ხელისუფლებაში, იმის მიმართ იქნება შემსრულებელი. მან კიდევ ერთი დეტალია, ისიც კი საკითხი ხო მე ჯერ არ მოხდა პასუხი და შეიძლება ეს ნელ-ნელა წავიდეთ აქეთკე რომ ალასანიას პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებს ან თუნდაც დასავლეთს სჭირდება ქართული ოცნების ჩასანაცვლებლად ამ ეტაპზე თუ პირიქით ნაციონალური მოძრაობის ჩასანაცვლებლად 2016-ისთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ნაციონალური მოძრაობის გაჟღერებული ნებისმიერი მესიჯი საზოგადოებისათვის ხდება მიუღებელი. ამიტომ რის პროპაგანდასაც ახდენს ნაციონალური მოძრაობა დეკლარირებულ დონეზე, საწინააღმდეგო პოზიციას იკავებს საქართველოში საზოგადოების უმეტესი ნაწილი. ანუ რა გამოდის იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი პროევროპელობისკენ იქნებიან პროპაგანდირებული, პროევროპულ პროდასავლურ ნიშას თუ ექსკლუზიურად ახსენით გამტარი ვინ არის კომუნიკატორი გამტარს გააჩნია. როდესაც გამტარი ინფორმაციის არის ნაციონალური მოძრაობა, იქნება რისკი, რომ საზოგადოება მოითხოვოს საწინააღმდეგო. იმიტომ რომ ძალიან ხშირია ხა ჩვენ არ ვართ მაინც და მაინც ერუდირებული, განათლებული, მსჯელობაზე ორიენტირებული საზოგადოება, ხომ რაღაც იმპულსური საზოგადოება ვართ. ამიტომაც წესით დასავლეთის ქვეყნები ძალიან კარგად ხო რა ვქნათ ახლა ასეა და დასავლეთის ქვეყნები ძალიან კარგად ხვდებოდნენ რომ რეალურად საშიშროება გარდა იმისა რომ შეიძლება ქართულ ოცნებაში არიან ადამიანები რომლებიც დაინტერესებული არიან პრორუსული იდეებით შესაძლოა ამაზე უარეში საშიშროება ორიენტირის კუთხით შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობა რომელიც უფრო მეტ დისკრედიტაციას უწევს ევროპულ იდეას ვიდრე ქართული ოცნების პრორუსული ნაწილი ანუ ამ შემთხვევაში მივდივართ ისევ იმ იდეამდე რომ პერიოდში ალასანიას შესაძლოა ჩაანაცვლოს თავარი პოზიციას მასე მარტივად არა მარტივად არა ალასანიამ შეიძლება ჩაანაცვლოს ყინულის ჭრის მომენტში ნაციონალური მოძრაობა და თუ ეს გამოუვა მერე ნაციონალურ მოძრაობას დაიყენებს გვერდით უკვე სახელმწიფო ეტაპს. ეს ალბათ ესეც ისეთი საკითხია, რომელიც მხოლოდ დრო შეიძლება გააკეთოს. არა, თქვენ გაიხსენეთ ნაციონალური მოძრაობის რეპლიკები თავის დროზე თბილისში იქნება მაედანი. გვახსოვს ეს რეპლიკები და მე მინდა ჩვენ ნელ-ნელა იწურება პრინციპში ჩვენი საუბრისთვის განკუთვნილი დრო და მინდა ჩვენ შევეხეთ მედიას, შევეხეთ საერთაშორისო რეაქციას და მინდა კიდევ ერთი სეგმენტი, საზოგადოებრივი სეგმენტი, ასე ვთქვათ, არასამთავრობო სექტორი, რომელიც ასევე განსაკუთრებით ქართული. ამ შემთხვევაში ქართულ არასამთავრობო სექტორს გულისხმობ ყოველ შემთხვევაში იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობენ. როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს პრემიერთან შეხვედრა, რათა პრემიერმა პასუხი გასცეს, ასე ვთქვათ, იმ მათ კითხვებს და სულ რამდენიმე წუთის, უბრალოდ 1 საათის წინ დაახლოებით პირველი არხის საინფორმაციოში იყო ჩართვა ქალტონ ეკა გიგაურთან, რომელმაც განაცხადა, რომ მას ყოველ შემთხვევაში მისი აზრით რაღაც კითხვები ჩნდება ალასანიას გუნდის წასვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებაში და პარლამენტში არ დარჩება, უფრო ნაკლები დარჩება ისეთი ადამიანი, რომელიც უპირობოდ და ცალსახად დაგმობს, ასე ვთქვათ, რუსეთის, ასე ვთქვათ, პოლიტიკას. დაახლოებით აი ესეთი მე შევეცადე ზუსტად ციტირება მომიხდარა. რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ანუ ეს უკვე არ არის არც think tank-ის პოზიცია და არც ასე ვთქვათ, ნახევრად ინფორმირებული თუ არა ინფორმირებული. ზუსტად ეხმიანება იგივე პოზიციას. ანუ მე ვასწავლობ, ანუ ეს განცხადება არ შეიძლება გავიგოთ როგორც თავშეთ ადამიანის განცხადება, რომელსაც არ აქვს ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ადამიანები, რომლებიც აქ არიან, ანუ ეს უკვე პოზიციაა და ეს არის პოზიცია იმ ადამიანებისა, რომლებიც დასავლეთისგან არიან დაფინანსებული და ატარებენ დასავლეთის პოლიტიკას. და ამ შემთხვევაში მაშინ თქვენ ფაქტიურად ამბობთ იმას, რომ დასავლეთი რეალურად არ უჭერს მხარს მაშინ გამოდის ჩვენს ახლანდელ საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას. ამბობ? და გითხარით რატო? იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას აქვს სიჯიუტე და რომელიმე დირექტორს აწყობს ისეთ თანამშრომელი, რომელიც მის სიტყვას კრიტიკულად გადაამუშავებს
არ შეასრულებს პირველი თქმისთანავე. მე ვფიქრობ, ძალიან დღეს, ასე ვთქვათ, ძალიან გაბედული განცხადებები გაკეთდა ჩვენს ეთერში, თუმცა ძალიან საინტერესოა. ევროკავშირი, ან ევროპული საზოგადოება საბჭოთა კავშირის განსხვავებით შესაძლოა, იმიტომ რომ მე უფრო ახალგაზრდა ვარ და მიამიტი, მაგრამ მაინც გონია რომ ახალგაზრდა კი არა, მე ახალგაზრდა ხარ. ხო, რომ არ არის, ანუ პირიქით ეს ორი ორიენტირი იმითი განსხვავდება ერთმანეთსაგან, რომ დირექტივას ჩვენთან არჩევანის უფლება ახლავს და რუსული პოლიტიკის და საბჭო რეალურად რუსული არის საბჭოთა პოლიტიკა, საბჭოთა პოლიტიკას არჩევანის უფლება არ ახლავს. ანუ ჩემთვის აი აქ ძალიან ბევრი მკვეთრი სხვაობა. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომ იქ სადაც ძალით გვათრევდნენ წლების განმავლობაში რუსეთში, საბჭოთა კავშირში მხოლოდ ფორმალურად გვერქვა რესპუბლიკა და გამოსვლის არანაირი და ასე ვთქვათ, ცალკეულ არსებობის უფლება არ ქონდა. ევროპული საზოგადოება სწორედ რომ იმას კი არ მიგათრევს, გთავაზობს პირობას რა შემთხვევაში შეიძლება? ხო ხარ პირ. რა მაინტერესებს? თოფით ადამიანს გააკეთებინო და პიარით გააკეთებინო. ორივე შემთხვევაში ხო შეიძლება გააკეთებინო? კი, ოღონდ ერთს იძულება ქმნის, მეორე საკუთარი არჩევანი. პიარი. აი პიარით გაკეთებინებს დასავლეთ. გასაგებია, თუმცა ახლა ჩვენ თოფით გაკეთებინებს დეგენერატიულს. ანუ პოლიტიკის ისეთ განზომილებებში გადავედით, რომელთა განხილვა პრინციპში შეუძლებელია და არც არის ამ გადაცემის ფორმატში და იმ დროის მონაკვეთში, რაც ჩვენთვის არის განკუთვნილი პრინციპში შეუძლებელია ამ საკითხი. აი თქვენ გავკეთოთ რაიმე რეალიტი შოუ მე და ბატონ რამას და რამდენიმე დღეში განვიხილოთ. ამიტომ მე ალბათ უკეთესი იქნება თუ ბოლო რამდენიმე წუთს ისევ დაუბრუნდებით ჩვენს რეალობას და მე მინდა დასვა ასეთი კითხვა, როგორ ფიქრობთ ისევ და ისევ მოახერხებს თუ არა უმრავლესობა, უბრალოდ უმრავლესობა ამ წუთისთვის არ არსებობს, თუმცა კოალიცია ქართული ოცნება, მოდით ასე ვთქვათ, ან ის რაც კოალიცია ქართული ოცნებისგან ამ წუთში ასე ვთქვათ დარჩა. მოახერხებს თუ არა ეს კოალიცია და ხელისუფლება, მთავრობა ზოგადად იმ კონფიგურაციით, რა კონფიგურაციითაც ის დღეს არსებობს, ახლა ამ წუთისთვის ქვეყანა მიიყვანოს, ასე ვთქვათ, შემდეგ არჩევნებამდე, მოდით ასე ვთქვათ, არ დავასახელოთ. ანუ უკვე ასე გვაქვს საქმე, რომ გვითვლით. არა, მე ბატონი რამაზის განცხადებამ სიმართლე გითხრათ ძალიან შემაშფოთა და ამიტომ არ დავაკონკრეტებ, ეს არჩევნები იქნება, ასე ვთქვათ, 4 წლიანი ბუნებრივი ციკლის, ასე ვთქვათ. მთელი წარმატება ჩვენი მაგაშია, რომ ეს ერთხელ მოვახერხეთ და ამიტომ ალბათ ყველა გარდა ძალიან მართლა დესტრუქციული და ხულიგნური თუ რა ვთქვა ესეთი ჯგუფებისა ზუსტად საერთო ჯამში რა მოხდა ყველაზე კარგი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო 2 წელში არაფერი განსაკუთრებული შეიძლება, მაგრამ ყველაზე კარგი რაც მოხდა ის რომ არჩევნების შეიცვალა ხელისუფლება და ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ეყოთ მაშინ გონიერება და მთელი ამ ზეწოლების თუ მხარდაჭერების პირობებში ეს მოხერხდა. ამიტომ ეს რომ საქართველოში თუნდაც ჩვენ შეიძლება ჩვენ ჭკუა არ გვეყოს, მაგრამ თუნდაც პარტნიორებმა თუ პოზიციურმა მტრებმა თუ მეგობრებმა დაუშვან ის რომ აქ რაღაცა ისე ანუ ეს ერთადერთი მიღწევა უკან უნდა დააბრუნოს. ერთი კითხვა. ვარდების რევოლუცია აქ იყო. იქ ნარინჯისფერი იყო ხო უკრაინაში. დასავლეთმა დაუშვა მაიდანი. დაუშვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს აპრიორი რომ დაუშვებს დასავლეთი დაუშვეთ იგივეს მაგრამ დასავლეთისთვის უკრაინა არ აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული პროექტი ხო? ხო და იქნებ და მეორე მომენტი არის მიგაჩნია რომ ჩვენ გვთვლიან წარმატებულ პროექტად. აი იცით რა შეასაქმე გარკვეულ შემთხვევაში ივანიშვილის ხელისუფლების ივანიშვილის კონცეფციის პირობებში. ჩვენ ხო ახლა ივანიშვილის პოლიტიკური კონცეფციის არის მე ხა ჩემზე უკეთიცით ბატონ რამას, მაგრამ მაინც ვიტყვი მეც რომ განსხვავება არის იმაში რომ უკრაინაში დიდი წილი იყო რუსები, ეთნიკური რუსები, რაც ჩვენთან არ არის, საზოგადოება რაღაც საკითხების მიმართ არ იყო ერთმნიშვნელოვანი, როგორც ჩვენთან არის ერთმნიშვნელოვანი. ანუ ბევრი რაღაც მახასიათებელია, რომელიც ჩვენს პერსპექტივებს უფრო პოზიტიურს ხდის უკრაინასთან მიმართებაში. მაინც რომ დავფიქრდეთ, კაი იქნება. რა თქმა უნდა, რისკი ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რაც კი თუმცა ალბათ ასეთი აპოკალიფტური სცენარით არ განვითარდება მაინც მოვლენები. ყოველ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრმა რამდენიმე თვის წინ თუ არ ვცდები გააკეთა განცხადება, რომ ინფორმირებულია სამინისტრო იმ შესაძლო რაღაც თუ კი ვინმეს აქვს რაღაც იდეა
იდეები, ასეთი ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობას. საერთო ჯამში ეს ყველაფერი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე არ გამოდის. უკრაინაში მეიდანი იყო საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებში, ნაციონალური მოძრაობის 2 წლის განმავლობაში, რაც კი რაიმე აქცია ჩაატარეს, იყო ვიწრო პარტიული და საერთოდ საინტერესოა მაგალითად, რომელშიც პოლიცია იცავდა ხალხს. ხო, ანუ ბატონო, როდესაც აი მე ფაქტურად ამოიწურა ჩვენთვის განკუთვნილი დრო, მაგრამ მე ამ შემთხვევაში არ შემიძლია იგივე კითხვა არ გაგიმეოროთ. ანუ როდესაც თქვენ საუბრობთ, ანუ ბატონი არჩილის მოსაზრება, მე ვფიქრობ, მართლაც ლოგიკურია ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევებშიც. თუმცა, ანუ რა მაინტერესებს? ეს პოლიტიკა რა დღეში გვაგდებს და თუმცა რა მაინტერესებს? ანუ უკრაინაში მაიდანს არამხოლოდ დასავლეთი უჭერდა თუ არა ეს მოდით ამ შემთხვევაში არ შევაფასოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ქონდა მხოლოდ გარე ლეგიტიმაცია. უკრაინაში მაიდანს ქონდა ძალიან სერიოზული შიდა მხარდაჭერა, თუნდაც რეგიონულ დონეზე დასავლეთ უკრაინა მთლიანად მაიდანის მხარდაჭერი იყო. ამ შემთხვევაში, როდესაც თქვენ საუბრობთ უკრაინულ სცენარზე საქართველოში თქვენ გეგმულებათ სერიოზული ნაწილი მოსახლეობის, რომელიც დაუჭერს დღეს მაიდანს მხარს. მე არ ვსაუბრობ მაიდანი როგორც რეალობა მოხდება თუ არა. როგორც რისკი. მე ვსაუბრობ მაიდანი როგორც სცენარი, ვინმეს თავში შეიძლება იყოს თუ არა. აი ასეთი სცენარის არსებობაზე მიმანიშნებს ეს ტენდენციები, რაც მოგახსენეთ. ცდილობა არის, უბრალოდ შეიძლება იყოს შანსი, ნაციონალების რეპლიკები რიგ შემთხვევაში. პირდაპირ ნაციონალური მოძრაობა ამაზე მუშაობს. ხო, ეს არის უბრალოდ მე იმიტომ ვარ რაღაც მომენტში და იმიტომ ვცდილობ ჩვენი პროფესიული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობების ფარგლებში, რომ საქართველოში არ დაუშვათ საზოგადოებრივი ინტეგრაცია ამგვარ იდეებთან. თორემ ნაციონალური მოძრაობა წვრილ-წვრილი დესტრუქციიდან ყველა შესაძლო ფორმა დესტრუქციისა, რაც კი შეიძლებოდა მათ გამოიყენებინათ, გამოიყენეს. უბრალოდ 2 წლის განმავლობაში პარტ-აქტივისტების გარდა ვერსაც სხვა ვერავინ. ეხლა გამახსენდა ერთმა ჟურნალისტმა და ამერიკა ჩვენმა ქართულმა კომენტარისთვის გავიგეთო, რომ უკრაინელი ბიზნესმენები დიდ ფულს აპირებენ, რომ გამოყონ საქართველოში მაიდანის დასაფინანსებლად. თავიანთად ანუ ასე ვთქვათ გასაგებია. სწორედ ამით არსებობს საზოგადოება, ანალიტიკოსები, ზოგადად ხელისუფლება, ზოგადად მოაზროვნე ინტელექტუალური ნაწილი, რომ ეს საზოგადოებრივი, მოკლედ რა ვთქვათ, ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს საქართველოში არეულობას სურს, თეორიულად მაინც, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, არც ირაკლი ალასანის, არც ხოდანაშეს გავსი რამე არ სურს, კონსტრუქციულ პროცესში შანსები ყველას ბევრად მეტია, ერთადერთი შანსიც ინსვლისა აქვს დესტრუქციით ნაციონალურ მოძრაობას. ამიტომაც ყველა უნდა ჩაერთოს იმაში, რომ ეს აქტივისტური მხარდაჭერა აქტივიზმის, კვარტაქტივიზმის სფეროში და ამით შეგვიძლია დავასრულოთ, იმიტომ რომ გადავწყვით კიდეც ფაქტობრივად ჩვენთვის განკუთვნილ დროს, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, საინტერესო გადაცდენისთვის ჩვენ გადაგიხდით. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო დღეს ამით ამოიწურა, გადაცემის ბოლოს მინდა მადლობა გადავხადოთ ტელემაყურებელს ყურადღებისთვის. არგუმენტების დრო ამით გემშვიდობებად, შევხვდებით ერთმანეთს სამშაბათს ტრადიციულად 21 საათსა და 30 წუთზე. კარგად ბრძანდებოდეთ.